მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. ყოველი წლის 24 აპრილს ჩვენი მეზობელი სომეხი ერი გენოციდის წლისთავს აღნიშნავს. წელს 2025 წელია და აღინიშნება გენოციდის 110 წლისთავი. 1915 წლის 24 აპრილს ქალაქი სტამბულიდან დაიწყო სომეხი ხალხის ძალიან დიდი ტრაგედია. დღეს ამ თემაზე სასაუბროთ მოწვეული მყავს ალბათ თურქეთის ისტორიისა და კულტურისა და პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მცოდნე ახალგაზრდა კაცი სანდრო ბაკურაძე. სანდრო დაამთავრა თურქოლოგია აღმოსავლეთ მცოდნეობის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ ანკარაში ჰაჯათეფეს უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა თურქული ლიტერატურის. დიახ, თანამედროვე თურქული ლიტერატურა იყო და გამოთქმა რომ არის უგზოუკლოდ ნაკითხიო დაახლოებით ესე ითქმის სანდროს და თურქეთის საკითხზე და პრინციპში უკეთეს სტუმარს ვერც მოვიწოდით და თან ძალიან განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო სანდროს, რადგანაც დღეს მისი დაბადების დღე არის და დაბადების დღეზე მიუხედავად იმისა, რომ საღამოს სტუმრები ელოდებიან სახლში, მოვიდა ამ ჩაწერაზე და დავლოცოთ სანდრო მაშინ. ხო? დღეს გვაქვს ვაზისუბნის მამულის ქვევრი. ქვევრის ქარვისფერი მშრალი 2023 წლის და შევსვათ ერთი სადღეგრძელო. სანდრო, შენ გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს. ბევრი წარმატება და ის რომაც გაქვს ჩადებული საკუთარ განათლებაში მაქსიმალურად გისურვებ რომ მოგეხმარებინოს როგორც შენი წარმატებისთვის, ასევე ქვეყნისთვის, ცოდნის გავრცელებისთვის, რასაც პრინციპში აქაც ვაკეთებთ და სულ კაი ამბებში. ჩვენ ვიმყოფებით მისმინეს პლატფორმაზე, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გამოყვეთ Facebook-სა და TikTok-ზე. ასევე პოდკასტის მხარდაჭერია პროექტი ერთიანი საქართველო ევროპისთვის, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას პარტნიორებთან ერთად კონრად ადენაუერის ფონდი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC ახორციელებს. სანდრო, დავიწყოთ ძველი ამბებიდან, ხო? ბოლო 2 საუკუნის ისტორია არის, რომ კავკასიისთვის საფრთხეები მოდის ჩრდილოეთიდან. მანამდე ეს საფრთხეები მოდიოდა მუდმივად სამხრეთიდან. რომ შევხედოთ ახლა ქართული ფორტიფიკაციების რუკას, ხო, აი დიდი ციხეებს სად აშენებდნენ, ასე ვთქვათ, ჩვენი წინაპრები, ეს არის სულ სამხრეთში, ხო? სამხრეთში, იმიტომ რომ ჩრდილოეთიდან ეს კავკასიონის ქედი იყო. და საქართველოსთვის მისი სამხრეთი მეზობლები, როგორც სომხეთი, ასევე მანამდე ისტორიული ალბანეთი, იყვნენ დამცავი ბუფერები. პირველ დარტყმას ასე რომ ვთქვათ, ესენი იღებდნენ. ეს იქნებოდა სპარსეთი, ოსმალეთი, სელჯუკები, მანამდე არაბები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ არაბთა ლაშქრობების შედეგად ალბანეთის სახელმწიფო საერთოდ განადგურდა და ვერასდროს ვერ აღდგა. ხოლო ბოლო სომხური სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე განადგურდა მე-11 საუკუნეში. იქ კილიკიის სამეფო იყო ხმელთაშუა ზღვის პირას სომხური სამეფო მე-14 საუკუნის მეორე ნახევრამდე, მაგრამ უშუალოდ აი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მე-11 საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე 1918 წლამდე მთელი 900 წლის მანძილზე სომხური სახელმწიფო არ არსებულა. საქართველოს სამეფო სამთავროები ამა თუ იმ სახით აგრძელებდნენ არსებობას. თუმცა ამის მიუხედავად ეს 900 წელი სომეხი ერი შემორჩა საკმაოდ რთული და ძალიან საინტერესო ისტორიით. 1555 წელს ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ხდება
სამხრეთ კავკასიის ისტორიაში, როგორც ქართველების, ასევე სომხების ისტორიაში, როდესაც ოსმალეთსა და სპარსეთს შორის იდება ამასიის ზავი. და ისინი ორ ნაწილად იყოფენ სამხრეთ კავკასიას, აი ამ პანელზე არის წარმოდგენილი ამასიის და ზუხაბის ზავის შედეგები. საქართველოს შემთხვევაში ამ ზღვარმა, გავლენის სფეროების ზღვარმა ოსმალეთს და სპარსეთს შორის გაიარა ლიხის ქედზე, ანუ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაიყო და ჩვენ ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ისტორიული სომხეთის შუაზე გაყვეს. ამის შემდეგ ყალიბდება აღმოსავლეთ და დასავლეთ სომხეთი. აღმოსავლეთ სომხეთი იგივე სპარსეთის სომხეთი, ხოლო დასავლეთ სომხეთი ეს ოსმალეთის სომხეთად არის ცნობილი. და დამოუკიდებლად ვითარდება ფაქტობრივად თითქმის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება ეს ორი ტერიტორია და შემდეგ უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში გრაფი პასკევიჩი იღებს ერევანს, აღმოსავლეთ სომხეთს წაართმევს სპარსეთს და სპარსეთის სომხეთი ხდება რუსეთის სომხეთი. ხო, მე-19 საუკუნიდან გვაქვს რუსეთის სომხეთი და ოსმალეთის სომხეთი. ძალიან საინტერესო არის ის, რომ სომხების ისტორიული ცენტრები, თქვათ, კულტურული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური, ეკონომიკური ცენტრები არ აღმოცენდა ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე, ხო? აღმოსავლეთ სომხებისთვის ასეთი ცენტრი იყო თბილისი და სადღაც ლამის მე-20 საუკუნის შუახანებამდე, შუახანებამდე თუ არა 30-იან წლებამდე სომხები თბილისში უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ხოლო დასავლეთ სომხეთისთვის ასეთი კულტურულ-პოლიტიკური და საგანმანათლებლო ეკონომიკური ცენტრი იყო კონსტანტინოპოლი, ანუ დღევანდელი სტამბული. ბევრი სტერეოტიპი არსებობს იმის თაობაზე, რომ აი სომხები არიან ვაჭრები, მრეწველები, ხელოსნები და ეს თითქოს ეს ნიჭი თავიდანვე მათ მოსდევს და ადარებენ ასევე ებრაელებს ამ მიმართულებით. კი, ამაში რაღაცა სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ ეს გარემოება არ იყო კარგი ცხოვრებით განპირობებული. ანუ შუა საუკუნეებში სომეხიც, ქართველიც, ყველა სხვა გლეხიც არის მიწაზე მიმაგრებული და როდესაც მოდის სამხრეთიდან მუსლიმური დაწოლა და ადამიანებს უწევთ საკუთარი მიწიდან აყრა, შემდეგ ისინი ეძებენ უსაფრთხო თავშესაფარს, ზოგი საქართველოში, ზოგი სხვაგან და სხვაგან იშლება ეს დიასპორები, არა მხოლოდ ევროპის და აზიის, არამედ აფრიკის, ინდოეთის, ამერიკის მასშტაბებით. და ეს მიწიდან აყრილ ხალხს საკუთარი თავის რჩენა უწევს ზოგს ვაჭრობით, ასე ვთქვათ, ნომადური ცხოვრებით, ხო, მომთაბარე ცხოვრებით, ზოგს მრეწველობით და სახლდებიან ურბანულ ცენტრებში, რადგანაც, მიწები, სადაც მიდიან, იქ სხვა გლეხებს აქვს დაკავებული, ხო? ეს საქართველოს შემთხვევაში, მაგალითად, ქართველი მეფეები და მოყოლებული დავით აღმაშენებლიდან, ხო, იქ პირდაპირ მათეოს ურჰაეცი პირდაპირ წერს ამის თაობაზე, რომ აი გორში დაასახლა მაგალითად და იქ ერეკლეს დროს იყო და მთელი ამ შუა საუკუნეების მანძილზე ქართული ქალაქები სახლდებოდა სომხური მოსახლეობით და ამითი ქართველ სამეფოებს ორი ხეირი ჰქონდათ, ერთი რომ მუსლიმური დაწოლის პირობებში ქრისტიანულ დემოგრაფიულ ერთეულს ამრავლებდნენ სომხების სახით და მეორე რომ ვაჭრობა მრეწველობა სახელმწიფოს სჭირდებოდა, ხო? ქართველი გლეხები ცხოვრობდნენ სოფლად და ქალაქად ჩასახლებული სომხები ქალაქებს აცოცხლებდნენ. თუმცა საქართველოს სომხებზე და ჩვენ სომეხ მოქალაქეებზე შეიძლება სხვა დროს, სხვა ეპიზოდში ვისაუბროთ. დღევანდელი საუბრის თემა არის უფრო გენოციდის საკითხი და აი ამ გენოციდს აქვს თავისი გენეზისი. მე მინდა ახლა კონტექსტის მოხაზვა დავიწყოთ. როგორ მივიდა აქამდე ცხოვრება, ანუ რა мотивация ჰქონდათ ოსმალებს, რომ ეს ჩაედინათ. და აქ რუსეთის გარეშე საუბარი არ გამოვა. რუსეთის გარეშე და მესამე რომის იდეის გარეშე
რომლის გარშემოც რუსეთმა და ოსმალეთმა დაიწყეს ჭიდაობა. ეს მესამე რომის იდეა, თუ ვარსდები, მე-16 საუკუნეში ტვერის მონასტერში. დიახ, მას შემდეგ რაც ივანე მესამე დაქორწინდა ბიზანტიელ პრინცესა სოფია პალეოლოგზე. და აი ეს გერბი, რუსეთის გერბი რაც არის, ორთავიანი არწივი. ეს არ არის რუსეთის გერბი, ეს არის ბიზანტიის მემკვიდრეობა. დიახ, და აქ ოსმალეთის სელჩუკების სულთნებს და ასევე რუსეთის იმპერატორს ერთი და იგივე რაღაცა ჰქონდათ რომის მემკვიდრეობაზე პრეტენზია. და ეს მესამე რომის იდეა რას ნიშნავს ახლა მაყურებელს რომ განუმარტოთ? იყო ერთი რომი, ანუ თვითონ რომი თავისთავად, მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი, ანუ ბიზანტია და როდესაც ბიზანტია დაეცა 1453 წელს ოსმალებმა გააკეთეს მისი ოკუპაცია, რუსეთის იმპერიამ აიღო ეს მოისხა ეს მანტია აღმოსავლეთის საქრისტიანოს მცველისა, აიღო ეს გერბი და ისახება იდეა მესამე რომისა და მეოთხე რომი აღარ იქნება. თან ამ დათქმით, რომ მეოთხე რომი აღარ იქნება. დიახ, და აქ კონსტანტინოპოლის რუსების მიერ დაპყრობა აღიქმებოდა როგორც ცარგრადის გათავისუფლება ურჯულოებისაგან. შესაბამისად, სტამბოლის მიმართ პრეტენზია რუსულ იმპერიულ ნარატივში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ცენტრალურსაც კი ოსმალეთთან მიმართებაში. განსაკუთრებით მე-18 საუკუნიდან მოყოლებული რუსეთს და ოსმალეთს, შეიძლება ვთქვათ, თურქეთს დღევანდელი ენით რო ვთქვათ, არავისთან იმდენი არ უომიათ, რამდენიც იომეს ერთმანეთთან. რა იყო ახლა აქ ამოსავალი წერტილი? აი ამ კონსტანტინოპოლის გათავისუფლება და აია სოფიაში, რომელიც მართლმადიდებლური სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიად ითვლებოდა, ტაძრად ითვლებოდა აქ ისევ მართლმადიდებლური წირვის აღდგენა და ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის წმინდა მიწები ამ დროს. იერუსალიმი, ანტიოქია, ალექსანდრია, ეს ძველი საპატრიარქო ტახტები. და რუსეთის იმპერია იჩემებს იდეოლოგიურად, იჩემებს, რომ ეს მიწები უნდა გაათავისუფლოს. ეს არის იდეოლოგიური სარჩული ამისა. მაგრამ ამას ასევე აქვს სულთა გეოპოლიტიკური სარჩული, წმინდა გეოპოლიტიკური სარჩული, რადგან თუ რუსეთის იმპერია მოახერხებს კონსტანტინოპოლის, ანუ დღევანდელი სტამბოლის ოკუპაციას, მას უშუალო საზღვარი გაუჩნდება ბალკანეთის მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ქვეყნებთან, როგორც არის საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი და შეძლებს მათ უშუალო ინკორპორაციას. და ის გახდება, რუსეთის იმპერია გახდება ხმელთაშუა ზღვისპირული სახელმწიფო. დიახ, და აქ თანამედროვე თურქეთშიც რუსეთთან მიმართებაში ეს ხმელთაშუა ზღვისპირეთზე გასვლის რუსული ისტორიული ამბიცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადად ნარატივებში. დღემდე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს რუსებისთვის, იმიტომ რომ სულ ახალი შესაძლებლობები ეხსნებოდათ რუსებს, ხო? განსაკუთრებით 1869 წლის შემდეგ 1879 წელს გაიყვანეს სუეცის არხი. ესე იგი სინას ნახევარკუნძულს, რომელიც ჭრის და ხმელთაშუა ზღვას აერთებს ინდოეთის ოკეანესთან. აქედან მოყოლებული ხმელთაშუა ზღვისპირეთზე თუ გავიდოდა რუსეთის იმპერია, ის პირდაპირ ინდოეთის ოკეანეზეც გადიოდა და ბრიტანეთს ინდოეთშიც უქმნიდა საფრთხეს და შესაბამისად ჩრდილოეთ აფრიკაში უჩნდებოდა ამბიციები, ფრანგებთან მიმართებაში ექნებოდა კონკურენცია ხმელთაშუა ზღვისპირეთში ნავიგაციისას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო ძალიან დიდი საკითხი და ამას ისტორიოგრაფი, მაშინაც ერქვა და დღესაც ისტორიოგრაფიაში ქვია აღმოსავლეთის საკითხი, ხო? და მთელი ეს ასე რომ ვთქვათ დასავლური დიდი სახელმწიფოები, დასავლეთის დიდი სახელმწიფოები, განსაკუთრებით ბრიტანეთი და საფრანგეთი ცდილობდნენ იმას, რომ რუსეთს არ გადაეყლაპა ოსმალეთის იმპერია. ოსმალეთის იმპერიას უწოდებდნენ, რადგანაც ის იყო ძალიან დასუსტებული, დაბეჭავებული ევროპის ავადმყოფს და ეს დაკავშირებული იყო იმასთანაც, რომ მიუხედავად ფაქტობრივად 200 წლიანი რეფორმისტული პროცესისა, საბოლოო ჯამში თვითონ დღევანდელი თურქეთის მოსახლეობის საკმაო ნაწილიც და აკადემიური წრეებიც კი თვლიან, რომ ეს რეფორმისტული პროცესიც თლად იმდენად წარმატებული არ გამოდგა რესპუბლიკის გამოცხადების მიუხედავად და ერდოღანის და იმ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ შებრუნებულ ცენტრი პერიფერიის თეორიას, რომლის მიხედვითაც თანამედროვე თურქეთის ხელისუფლება ერთგვარი პროვინციის დომინაცია ცენტრზე, სწორედ
ამ რეფორმისტული პროცესის ერთ-ერთი წარუმატებელი მხარეს გამოვლენებად მოიაზრებენ, ამის შედეგად მოიაზრებენ. ესე იგი, ჩვენ ოსმალეთის იმპერიის რაობაზეც უნდა ვისაუბროთ და ჩამორჩენილით რო ვამბობთ, რამ ჩამოარჩინა ოსმალეთის იმპერია, ის მე-16 საუკუნისთვის, როდესაც აი სულეიმან ბრწყინვალე არის კანონი, სულეიმან კანონი არის სულთანი, ეს არის ძალიან დიდი შეიძლება სოფლიოში იმ დროის სოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიაც არის, სამ კონტინენტზე. დიახ, და ამ პერიოდიდანვე იწყება რეალურად ოსმალეთის იმპერიის პრობლემები, რადგანაც ერთი მხრივ ანატოლიის მოსახლეობის უმეტესობის და მეორე მხრივ ბალკანეთის მოსახლეობის საკმაო ნაწილის გამუსლიმებამ სერიოზული საგადასახადო პრობლემები შექმნა, რადგანაც საბოლოო ჯამში ჯიზია ძალიან მნიშვნელოვანი გადასახადი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. ხოლო მეორე მხრივ ოსმალეთის ეკონომიკა ძალიან იყო დამოკიდებული ამ ომის ეკონომიკაზე და როდესაც ევროპის ქვეყნებთან ოსმალეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენა გაიზარდა, ომი როგორც წესი უკვე ზარალი იყო და არა შემოსავალი და აქ ოსმალეთის იმპერიამ ამ ყველაფერს რეალურად ეფექტური გამოსავალი ვერ მოუპოვა და იძულებული გახდა ერთგვარი კაპიტულაციებისათვის მოეწერა ხელი. ეს იყო შეთანხმებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ძირითადად ეკონომიკური ხასიათის და ამის თანახმად ეს ევროპის ქვეყნები თავდაპირველად სიმბოლურ კონცესიებს იღებდნენ იგივე მაგალითად ქრისტიანების მფარველობის უფლებას და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოო ჯამში სწორედ მე-18-19 საუკუნიდან ოსმალეთის საბოლოო დასუსტებასთან ერთად იწყებენ ევროპის ქვეყნები ამ ყველაფრის უკვე ისე გამოყენებას, რომ ეს უკვე თავად ოსმალეთის იმპერიის ძლიერებას ურტყავდა. ანუ ეკონომიკა ჩაიგდეს ხელში რა, ფაქტობრივად ოსმალეთის ეკონომიკაზე მონოპოლია ჩაიგდეს ამ დიდმა სახელმწიფოებმა. ერთი მხრივ ევროპის ქვეყნებს ერჩივნათ ადგილობრივ ქრისტიანებთან ჰქონდათ საქმე, ხოლო მეორე მხრივ მუსლიმი მოსახლეობის ძირითადად სოფლებში მაცხოვრებლობა, მათი უმეტესობის ზოგადი ეკონომიკური ცხოვრებისაგან მოწყვეტილობა და ასე შემდეგ. ფიზიკურად არ ცტოვებდა საშუალებას მუსლიმი მოსახლეობის უმეტესობისათვის, რომ ევროპელების მიერ ამ წარმოებულ სავაჭრო და სხვა ტიპის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ და შესაბამისად ერთი მხრივ ევროპელების სურვილი რომ ქრისტიანებთან ჰქონდათ საქმე, ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დინამიკები ქმნიდა ისეთ რეალობას, სადაც არამუსლიმების ხელში ხდებოდა მთელი ამ ევროპასთან ვაჭრობის კონცენტრირება. კიდე ერთი არ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რამაც ოსმალეთის იმპერიის დეგრადაცია გამოიწვია. ერთი რომ მე-15 საუკუნეში ევროპაში გამოიგონეს იოჰანეს გუტენბერგმა სტამბა, ბეჭდვა, წიგნის ბეჭდვა, რაც აკრძალული იყო ოსმალეთის იმპერიაში მე-18 საუკუნის ბოლომდე. დიახ, და ამას ეს სუფთა რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე. რელიგიურიც არა, უფრო ეკონომიკური. ყურანი იყო მოტივაცია, მაგრამ ყურანის მიღმა დარჩენილი წიგნებთან დაკავშირებით რამდენიმე თეორია არსებობს, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელი თეორიად მეჩვენება ის, რომ იმ პერიოდის კალიგრაფების, ანუ გადამწერების ლობი იყო ამის წინააღმდეგი, ვინაიდან იგივე ესპანეთიდან გადმოსახლებულმა ებრაელებმა მაგალითად ფაქტობრივად უკვე მე-16 საუკუნეშივე სტამბა დაარსეს მაგალითად და ბერძნებაც და სომხებმაც რეალურად ბევრად უფრო ადრე დაიწყეს წიგნების ბეჭდვა, ვიდრე უშუალოდ თურქებმა. ქართველებმაც კი, ხო, ვახტანგ მე-6 სტამბა ჩამოიტანა უახლოესი ევროპული ქვეყნიდან 1709 წელს, ეს ვლახეთიდან, ანუ რუმინეთიდან, ხოლო ოსმალეთში თუ არ ვცდები პირველი წიგნი დაიბეჭდა ოსმალურ ენაზე 1791 წელს. მე-18 საუკუნეში და აქაც ამ საქმის წამომწყებიც იყო იბრაჰიმ მუთეფერიქა, რომელიც გამუსლიმებული უნგრელი იყო და უკვე ამ საქმის მცოდნედ ჩამოვიდა ოსმალეთში. ანუ ფაქტობრივად ჩვენ მონაცემებით რო ავიღოთ მე-18 საუკუნის ბოლოსთვის ოსმალეთში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა იყო პროცენტულად არაუმეტეს 3%-ისა, ხოლო მაგალითად ინგლისში, კონკრეტულად ინგლისში ლამის 100%-ს აღწევდა. ამან ცივილიზაციური განვითარება გამოიწვია ბრიტანეთსა ბუნებრივია და ჩამორჩენა ოსმალეთის და მეორე ამბავი რომ კერძო მიწათმფლობელობის საკითხი ხო რომელიც ოსმალეთში ფაქტობრივად არ არსებობდა და მიუხედავად იმისა რომ იგივე მაღალი რანგის პირები ამ მიწათმფლობელობის კანონის გვერდისავლას ახერხებდნენ და თავიანთ ქონებას სწირავდნენ რელიგიურ საზოგადოების კონკრეტული მეჩეთის ვაკიფებს და ასე შემდეგ რომ რადგანაც ვაკიფის მიწების ასე სულთნის გემოზე ჩამორთმევა შეუძლებელი იყო და ამით გარკვეულწილად ამ კანონის გვერდისავლას ახერხებდნენ, მაგრამ რადგანაც ეს კერძო მესაკუთრეობა მიწაზე ფაქტობრივად მე-19 საუკუნემდე არ არსებობდა და მერეც საკმაოდ ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, ესეც ოსმალეთს ძალიან ბევრ ეკონომიკურ და კულტურულ პრობლემას უქმნიდა. აი ამ გარემოში დასავლეთ სომხეთში და ზოგადად ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე წარმატებას აღწევენ
სომხები და ვითარდებიან. ჩვენთან საერთოდ ზოგადად პოპულარული სახალხოდ გავრცელებული მოსაზრება არის, რომ ოსმალეთის იმპერიაში ნებისმიერი ვინც იყო ქრისტიანი, ლამეს პირდაპირ თავს აჭრიდნენ და რაღაცა იქ ქრისტიანობის უფლება არავის არ ჰქონდა. რაც სიმართლეს არ შეეფერება და ეხლა ჩვენ ვისაუბროთ მილეთების სისტემაზე. ანუ ოსმალეთში იყო მილეთები, მილეთი არაბული სიტყვა არის და ნიშნავს თემს. და ესე იგი არსებობდა ეს რელიგიური მილეთები, თქვა სომხური გრიგორიანული, სომხური კათოლიკური, სომხური პროტესტანტური მილეთიც არსებობდა. ესე იგი ბერძნულ მართლმადიდებლური, იუდეური, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ყველანაირი მილეთი არსებობდა. ამ მილეთის კონსტიტუციას ხელს აწერდა სულთანი, ხო და მას ამ მილეთს ჰქონდა კონსტიტუცია, რაც სადაც გაწერილი იყო აი ამ თემის როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები. იყო ეს გარკვეულწილად დისკრიმინაციული, ხო, ზედმეტი გადასახადები იყო გაწერილი. იგივე მაგალითად იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდათ არამუსლიმებს, იგივე მაგალითად მთელი რიგი განმასხვავებელი ნიშნები უნდა ჰქონდათ, თავიანთ უბნებში უნდა ეცხოვრათ. იგივე სასამართლოში მოწმეობასთან დაკავშირებით შეზღუდვები იყო. ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავებასთან შეზღუდვები ხო, მაღალ თანამდებობებს ვერ დაიკავებდნენ. იყო გარკვეული თანამდებობები, რომლებიც დაკავებაც შეეძლოთ, მაგრამ იმის იქით არა. ხო, მაღალ თანამდებობებს ვეზირი ვერ გახდებოდა, ხო, ასე რომ თქვა ქრისტიანი. მაგალითად ყოფილიყვნენ იგივე პროვინციული, გარკვეული ქრისტიანული პროვინციების მმართველები, იგივე მაგალითად ფანარიოტების შემთხვევა ვიღოთ რუმინეთში, როდესაც სტამბოლის ბერძნებს აგზავნიდა სულთანი, ვლახეთის და მოლდავეთის მმართველებად. იგივე შეეძლოთ გამختარიყვნენ დრაგომანები, ანუ თარჯიმნები, ანუ ერთგვარ დიპლომატები სულთნის კარზე და ასე შემდეგ, მაგრამ ვეზირები და ასე შემდეგ ვერ გახდებოდა. ეს არის ფორმალური. კი, თუმცა ფაშას ტიტული შეეძლოთ მიეღოთ როგორც სამოქალაქო სამსახურის გარკვეულ წარმომადგენლებს და უკვე მე-19 საუკუნიდან. მე-19 საუკუნიდან და არა მანამდე. ესე იგი, ხო, აი ჩვენ შემთხვევაში, ქართველების შემთხვევაში ეგ იყო, რომ ეს გამოსლიმება ქართველებისა დიდწილად, უდიდესწილად განპირობებული იყო იმით, რომ ჯაყელებმა, სამცხე საათაბაგოს მთავრებმა აირჩიეს მიეღოთ მუსლიმობა და ფაქტობრივად ჩამოყალიბებული იყვნენ როგორც ფაშები. დიახ. ოსმალეთის იმპერიის ფაშები და ამიტომ ქართული მართლმადიდებლური მილეთი არ შეიქმნა და შესაბამისად ქართველების დიდ ნაწილს მოუწია ან სომხურ გრიგორიანულ მილეთზე მიკედლება და ასე რომ ვთქვათ გასომხება, ან სომხურ კათოლიკურ მილეთზე მიკედლება და ამ ხრივ გასომხება. და რაღაც ნაწილი კიდევ ვინც მართლმადიდებელი დარჩა და ისეთ ადგილებში ცხოვრობდა, სადაც ბერძნული მოსახლეობაც იყო გაბერძნდა. იგივე მაგალითად მე მსმენია თან გამოსლიმდა და ასე რომ ვთქვათ გათათრდა როგორც მაშინ იყო. მე მაგალითად მსმენია, ანუ იგივე დღევანდელი ლაზეთის ტერიტორიაზე მოხუცებისგან მოსმენილი ისტორიებით, რომ იქაური ბერძნები იგივე დღევანდელ რიზეს ფაზარის რაიონში და იქ რომ ცხოვრობდნენ, ლაზურად ლაპარაკობდნენ, ანუ რეალურად სავარაუდოდ ქრისტიანებად ვინც დარჩნენ ისლაზები გაბერძნდნენ და მერე საბერძნეთში გადაასახლეს მოსახლეობის გაცვლით 1923 წელს. კი ბატონო. ხო და ეხლა 1793 წელს ხდება ორი მნიშვნელოვანი რაღაც. ამ რეგიონის ისტორიაში. ამ წელს რუსეთი იღებს ყირიმს და გამოდის შავ ზღვაზე და იმავე წელს რუსეთი თანხმდება გიორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერას. ხო, მანამდეც ხა ერეკლეც და მამამისი თეიმურაზიც, თეიმურაზ მეორეც რუსებს კარგა ხანი ეხვეწებოდნენ, რომ როგორმე რამე ფარულობით ტრაქტატზე მოეწერათ ხელი, მაგრამ რუსები ამას არ თანხმდებოდნენ, მაგრამ როდესაც ყირიმი აიღეს და ეს ყირიმი მანამდე იყო თურქული სახანო, ყირიმის სახანო, კრიმგირეების სამფლობელო და ამის შემდეგ რუსეთი იწყებს გაუთავებლად თურქეთთან ომებს იმისთვის, რომ შავი ზღვა აქციოს რუსეთის შიდა ტბად. ასე რომ ვთქვათ, რკალში მოაქციოს კონსტანტინოპოლი, სტამბული დღევანდელი და ბოლო მოუღოს ოსმალეთის იმპერიას და ამ ომებში, ამ ბრძოლებში არის ორი ფრონტი მუდმივად. ერთი არის ბალკანეთის ფრონტი და ბალკანელი ქრისტიანებით დასახლებული ტერიტორიები, მეორე არის კავკასიის ფრონტი და კავკასიერი ქრისტიანებით, ანუ ქართველებით და სომხებით დასახლებული ფრონტი. აქ საინტერესო ერთი რამ, რომ რადგანაც სომხებს მე-11 საუკუნიდან მოყოლებული არ ქონიათ სახელმწიფო, ეს ხო დიასპორების ერად იქცა ფაქტობრივად.
და იქ პოლიტიკურ, კულტურულ, რელიგიური ლიდერის ფუნქციას ასრულებდა სომხეთის პატრიარქი. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მე-16 საუკუნიდან ეს სომხეთი იყო ორად გაყოფილი სპარსეთის სომხეთად და ოსმალეთის სომხეთად, საპატრიარქოც არ ჰქონდათ ერთი, არამედ ჰქონდათ სამი. ერთი იყო ეჩმიაძინის საპატრიარქო, რომელიც სპარსეთის სომხეთის და მერე რუსეთის სომხეთის საპატრიარქო არის. მეორე კონსტანტინოპოლის სომხური საპატრიარქო და მესამე აი ისტორიული სომხური სამეფოსი კილიკიის ტერიტორიაზე კილიკიის სომხური საპატრიარქო და ესენი სამი პატრიარქები იყვნენ და ეჩმიაძინის ანუ აღმოსავლეთ სომხეთის პატრიარქს ერქვა პირველი თანასწორთა შორის თუ არ ვცდები ესეთი წოდება ჰქონდა და ამას უნდა დაუმატოთ სომეხი კათოლიკეების ლიდერებიც, რომელთაც მსგავსი ტიტულები აქვთ, როგორც მახსოვს, კათოლიკე სომეხთა პატრიარქის ტიტულიც აქვს, როგორც მახსოვს. და აი იმ დროს, როცა ესე იგი რუსეთი იღებს ყირიმს და გეორგიევსკის ტრაქტატს აფორმებს ერეკლესთან, კვდება სომხეთის პატრიარქი და პირველად ისტორიაში რუსეთი იწყებს ბრძოლას ეჩმიაძინში პრორუსი კათოლიკოსის დასასმელად. იმიტომ რომ დაგეგმილი აქვს შემდგომი გაფართოება სპარსეთის მიმართულებით, რომ სპარსეთის სომხეთი მთლიანად წაართვას სპარსელებს და ამისთვის მას ჭირდება სომეხი ხალხის ლიდერი, რომელსაც აქვს პრორუსული განწყობები, ხო? ეხლა რა ხდება დასავლეთ ფლანგზე, აი ამ ბალკანეთის ფრონტზე, იმიტომ რომ ბალკანეთის ფრონტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სომხეთის საკითხისთვის. რადგანაც რუსეთი უშუალოდ არ ესაზღვრება ბალკანეთის ქრისტიანებს, სერბებს, ბერძნებს, ბულგარელებს და სხვებს, პირდაპირ მათ ანექსიას ვერ ახერხებს და მათ იყენებს ოსმალეთის იმპერიის დასასუსტებლად და ნუ ეხლა მე-19 საუკუნე ნაციონალიზმის საუკუნე არის, ხო? ამ მე-19 საუკუნეში იწყება ბერძნების განმათავისუფლებელი ომები, სერბების განმათავისუფლებელი ომები, უფრო გვიან ბულგარელების და ყველა ამის უკან დგანან რუსები. და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ფაქტორი. ამ პერიოდში 1820-იანი წლებიდან, როდესაც სულთანი მაჰმუდ მეორე იწყებს ამავე დროს ჯერ ზოგადად ცენტრალიზაციის რეფორმას და შემდეგ უკვე გულჰანეს ფირმანით ცხადდება ზოგადად თანზიმათის პროცესი, ანუ რეფორმისტული პროცესი, ამას შეხვდა ძალიან დიდი წინააღმდეგობა ოსმალეთის პროვინციელი ელიტების, ეგრეთ წოდებული აიანების მხრიდან და ამავე პერიოდში არც იმპერიის მუსლიმებით დასახლებული რეგიონები არ იყო წყნარად, იგივე მაგალითად დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე იყო ცნობილი დასავლურ წყაროებშიც ძალიან ცნობილი იანინელი ალი-ფაშა, იგივე მაგალითად ასეთივე იყო ბოსნიაში ჰუსეინ ბეგი და შემდეგ უკვე ერთი შეხედვით ოსმალეთის მიმართ ერთგული, მაგრამ საბოლოო ჯამში კლასიკური გაგებით ადგილობრივი ფეოდალი ალი-ფაშა რიზვან ბეგოვიჩი, შემდეგ უკვე დღევანდელი ქურთებით დასახლებული რეგიონებში იყო ბედირხანი იყო ასეთი იყო ჩვენთან იგივე სელიმ ხიმშიაშვილიც მასეთი იყო, მასეთი იყო იგივე დღევანდელი ლაზეთის ტერიტორიაზე თუზჯუ ოღლუ, ანუ ამ ერთი მხრივ ბალკანელი ხალხების გამათავისუფლებელ ბრძოლებს და იქ სიტუაციის დესტაბილიზაციას თან უძღვოდა პროვინციელი მუსლიმი ელიტების ამბოხებად სულთნის ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს ამავე დროს ოსმალეთის იმპერიის მმართველების ამ სულიერ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა და კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა მათში იმ შეგრძნებას, რომ რაც ახლა ხდებოდა როგორც იმპერიის, ისე მუსლიმების ფიზიკურ გადარჩენასთან იყო პირდაპირ კავშირში. ხო, ეს ახლა ოსმალეთის იმპერიის ჩამოუპობა დაადასტურა განგრძობითმა მარცხებმა რუსეთთან ომებში, ხო? ფაქტობრივად ყველა ომი წააგო ოსმალეთმა რუსეთთან, ხო, მე-18 საუკუნის ბოლოში, ხლა მე-19 საუკუნეში 1806-1812 წლების ომი და მერე 1826-28 წლის ომები, ხო? და ამის შემდეგ, ნუ ოსმალეთში ხვდებიან, რომ ჩამოუპა ეს იმპერია რა და სრულებები არის საჭირო და აქედან იწყება ეს რწოდებული თანზიმათის რეფორმები. თანზიმათის რეფორმები, რომელიც მიზნად ისახავს იმპერიის მოდერნიზაციას. ხარ, შენ ახსენე ფორმალურად რის რა ეკრძალებოდა და რა დისკრიმინაცია ჰქონდათ რელიგიურ უმცირესობებს, მაგრამ არაფორმალური პრაქტიკებიც იყო. მაგალითად, ძალიან გავრცელებული იყო არამუსლიმებზე პირველი ღამის უფლება, როდესაც ესე იგი აღები და ბეგები ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა რელიგიურ
ჯგუფების ქალებზე პირველი ღამეს უფლებით სარგებლობდნენ. ეს პირველ ღამესეც არ იყო ინსტიტუციონალიზებული, უბრალოდ მოეწონებოდა მიხავდა. ხო, მაგას ვამბობ, რომ ინსტიტუციონალიზებული არ იყო თქვა, ანუ იგივე მაგალითად თუ კი ევროპაში ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც არსებობდა ამის ინსტიტუციონალიზაციის მცდელობები, აქ ესეც არ იყო, ასე უბრალოდ ვიღაც აღას მოეწონა ვიღაც სიტყვაზე ბერძნის ქალი სტაცახელი და წაიყვანა. ასე უბრალოდ ხდებოდა ყველაფერი. ხო, ესე იგი ამის პარალელურად, ხო, მე-19 საუკუნეში შემოვდივართ რა და მე-19 საუკუნე არის ნაციონალიზმის საუკუნე, სადაც ესე იგი განათლება იყიდებს ფეხს, წერა-კითხვის ცოდნა იყიდებს ფეხს და განსაკუთრებით ეს განათლება ვის მოსდევს? ვისაც ფული აქვს და ვისაც აქვს განვითარებული საგანმანათლებლო სისტემა და ეს უკვე ნახსენები ბეჭდვითის საკითხის და ევროპასთან კონტაქტების გამო პირველ რიგში ჰქონდათ ზუსტადაც რომ არამუსლიმებს. სომხებს მათ შორის და 1860-იანი წლებიდან თვითონ სომხური მილეთების შიგნით იწყება საინტერესო მოძრაობები. თუ თქვათ მანამდე ჩვენ გვაქვს დინამიკა რომ ამ მილეთებს სასულიერო პირები ლიდერობენ, თქვათ სომეხ პატრიარქების ხელში არის ეს 1860-იანი წლებიდან უკვე მოდიან ჭალებში რომ თქვათ სომეხი თერგდალეულები, ხო? ანუ იმათი განათლებული თაობა, იმათი სეკულარული ახალგაზრდობა, რომლებიც ამ კონსერვატულ სომეხ სასულიერო ლიდერებს კითხვებს უსვამენ და უკვე ახალი ტიპის ერის მშენებლობაზე აქვთ პრეტენზია და ჩნდება პირველი სომხური პოლიტიკური პარტიები. ხო, ჩაკი ზარი ქართულად, რომელიც ჟენევაში დაარსდა და თბილისში დაარსდა დაშნაკციტული 1800 ფედერაცია და იმ პერიოდში იყო კიდევ ასეთი პარტიაც ეს არმენაკანი როგორც მახსოვს. კი ბატონო, ანუ ეს ჯგუფები უკვე პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდიან. ეხლა ეს არ არის სომხეთის დამოუკიდებლობაზე ან თუნდაც ავტონომიაზე ბრძოლა, ეს არის თანასწორ სამოქალაქო უფლებებზე, თანასწორ უფლებიანობაზე, კულტურულ თვითმმართველობაზე, კულტურულ უფლებებზე არის აქ საუბარი. და ამ დროს საინტერესოდ მიდის მოვლენები ბალკანეთის ფრონტზე, რადგანაც ჯერ რუსების დახმარებით ბერძნებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა და სხვათა შორის საბერძნეთის პირველი პრეზიდენტი იცი ვინ გახდა? ივან კაპოდისტრია, ოდესაში გაზრდილი რუსებთან დაკავშირებული ფიგურა იყო და შემდეგ უკვე ევროპელები პირდაპირ რუსების მიერ დაფინანსებული და შემდეგ უკვე ევროპის ქვეყნების ჩარევით საბოლოო ჯამში კომპრომისული ვარიანტი იქნა მიღწეული და ოტო ბავარიელი გაამეფეს როგორც კომპრომისული კანდიდატურა საბერძნეთის მეთაურობაზე. ხო, მაგრამ ეს კაპოდისტრია პირველი პრეზიდენტი იმის და მაგრამ საბოლოო ჯამში მონარქია გადაწყდა როგორც ევროპის ქვეყნების შორის კომპრომისი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო პრეზიდენტობამდე. პირდაპირ ჩინოვნიკი და მანამდე ეკატერინე მეორეს ჰქონდა ასეთი პრაქტიკა რომ ანუ უნდა მომხდარიყო ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ბერძნების რუსულ ყაიდაზე კულტივაცია და მათი ერთგვარ პოტენციური საბერძნეთისთვის პრორუსულ ელიტად გარდაქმნა და კაპოდისტრიაც ერთგვარ მაგის ნაწილი იყო და სწორედ ამის შედეგი იყო იგივე მაგალითად მე-19 საუკუნის რუსეთის ფლოტის ისტორიას რომ გადავხედოთ, რამდენი ადმირალი იყო ბერძნული წარმოშობის და ძალიან ბევრი მათგანი სწორედ ასე იყო მოხვედრილი რუსულ სამსახურში. ანალოგიურად ეს ბერძნული სახელები იგივე გრიგორიოპოლი, ოვიდიოპოლი და ასე შემდეგ დღევანდელი სამხრეთ უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიაზე მიიქცევდა ჩვენს ყურადღებას და ეს ბერძნული სახელები სწორედ ამ ტენდენციის ნაწილი იყო, რომ აქ მომხდარიყო პოტენციურად პრორუსული ბერძნული ელიტის გამოსვლით და შემდეგ უკვე მომავალი პერსპექტივები დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე რუსეთის გაფართოებისათვის. კი ბატონო. და ერთ საინტერესო რაღაცაზე ვფიქრობ ხოლმე, სულ რომ რუსებს რომ აეღოთ კონსტანტინოპოლი, ანუ დაემთავრებინათ ოსმალეთის იმპერია, იქ ბერძნების და სერბების დამოუკიდებლობისთვის კი არ იბრძოლებდნენ ისინი, არამედ აშკარად პირდაპირ ინკორპორაციას გაუკეთებდნენ რუსეთის შემადგენლობაში და დაიწყებდნენ მათ ასიმილაციას. თუმცა იმის გამო რომ კონსტანტინოპოლი არასდროს დაეცა, ბერძნებს, სერბებს და სხვებს არ გამოუცდიათ ეს საკუთარ თავზე რუსული იმპერიალიზმის და ასიმილაციის ცდელობა და დღეს ბერძნული და
სერბული პერსპექტივიდან, აი ძალიან ძლიერი არის საბერძნეთში და სერბეთში პრორუსული განწყობები, ხო? და იმიტომ მათი პერსპექტივიდან რუსები არიან გამათავისუფლებლები. იმიტომ რუსებს არ დასცალდათ მათი დაპყრობა, ხო? და შემდეგაც, როდესაც იგივე სერბეთში რუსეთის ჯარი შევიდა, მაშინაც ტიტო საკმარისად ფრიანი აღმოჩნდა იმისაც, რომ როგორც შემოვიდნენ რუსები, ისე გაეშვა უკან და მანდაც გაუმართლა. ეს უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე გვაქვს საუბარი. ხო და რო დაუბრუნდეთ მე-19 საუკუნეს, ესე იგი რუსების დახმარებით ჯერ ბერძნებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა სერბებმა და ყირიმის ომი 1853 წელს, რომელიც იწყება, აი აქ უკვე ნიკოლოზ I, რომელიც არის აი ზენიტში რუსეთის ძლიერების, გადაწყვეტს, რომ უშუალოდ კონსტანტინოპოლის აღება უნდა. არანაკლებ კონსტანტინოპოლის აღებისა და აი აქ უკვე ოსმალეთის მხარეზე ერევიან საფრანგეთი და ბრიტანეთი, რომ არ დაუშვან კონსტანტინოპოლის დაცემა და რუსეთის გასვლა ხმელთაშუა ზღვაში. იმიტომ რომ ეს მათთვისაც იქნებოდა კატასტროფა ფაქტობრივად, ხო? მაგრამ ოსმალები ხედავენ იმას, რომ ეს ბალკანეთი რაღაც აი ფეხზე გამოგმული ლოდივით არის. შეიძლება ითქვას მეხუთე კოლონა, ხო, დღეს რომ ხმარობენ ამ სიტყვას, ეს ესმანეთის სამოქალაქო ომის ტერმინი არის, მაშინ არ არსებობდა ეს. რომ აი ამ ქრისტიანული ბალკანეთის მეშვეობით რუსეთი ახერხებს ოსმალეთის დანგრევას, დასუსტებას. და აი ამას ერთვის ის, რომ ეროვნული მოძრაობა ძლიერდება, სეკულარული ეროვნული მოძრაობა ძლიერდება სომხეთში. და ძალიან მნიშვნელოვანი არის 1876-78 წლების პერიოდი, როდესაც ასევე ბულგარელების ეროვნული მოძრაობა და აჯანყება წაახალისა რუსეთმა და შემდეგ შეიჭრა ჯარებით და ბულგარელებს მოუპოვა დამოუკიდებლობა და შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს, რომ რუსების კანდიდატი ბულგარეთის სამეფო ტახტზე იყო ნიკო დადიანი. ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟიშვილი, რომელსაც სამეგრელო სამთავრო გაუუქმეს და მისი გვირგვინიც კი იყო დამზადებული. იმაში, რა ქვია, გასამეფებლად უბრალოდ მე ევროპელებმა განსაკუთრებით გერმანელებმა იაქტიურეს და დაბლოკეს პრორუსი და საბოლოო ჯამში ინგლისელების კანდიდატმა გაიმარჯვა. კი ბატონო. და სხვათა შორის აქ ერთი მომენტიც იყო, რაც 1877-78 წლების ომს ოსმალეთისათვის ბევრად უფრო დამანგრევლად აქცევდა. პირველი იყო ეს იყო ის, რომ 1853 წელს ყირიმის ომის დაწყებასთან ერთად ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა ძალიან დიდი სესხები აეღო ევროპის ქვეყნებისაგან, რამაც გამოიწვია ის, რომ იმპერია ფაქტობრივად გაკოტრდა და დაარსდა სპეციალური დუიუმიუმიე, ანუ საგადასახადო დანაყოფი სპეციალური, რომელსაც მთლიანად ევროპელები ხელმძღვანელობდნენ და ისე გამოვიდა, რომ იმპერიის გადასახადების აკრეფაც კი ამ ვალების ნაცვლად ევროპელების ხელში გადავიდა. კი ბატონო. ბულგარეთს რო დაუბრუნდეთ, იქ გარდა ნიკო დადიანისა იყო ესეთი კაცი წერეთელი, რომელიც თორსტები პლოვდივში იყო რუსეთის კონსული და აი ამ რუსულ მხარეს ეწეოდა ასე რომ ვთქვათ, საბოტაჟნიკურ ან აი ამ ამბოხების ორგანიზებაში იყო ჩართული, როგორც რუსეთის იმპერიის წარმომადგენელი და შემდეგ რუსული ჯარები რო შევიდნენ, იქ მხედართავარი იყო და ბულგარეთში დღესაც არის სოფელი წერეთელევო, ანუ წერეთლის სოფელი. ხო და აი ეს ომი მიმდინარეობს, რუსული არმია მიუახლოვდა კონსტანტინოპოლს და აქ უკვე ევროპელებმა თქვეს, რომ კონსტანტინოპოლისკენ თუ დაიზრდებით, ჩვენ ისევ ჩავერთვებით, როგორც ყირიმის ომში და ალექსანდრე მეორის იმპერატორს მოუწია გაჩერება და დაიდო გაჩერდნენ ფაქტობრივად სტამბოლის საზღარეობნებში. ხო, და სან-სტეფანოს ზავი დაიდო. სან-სტეფანოს ზავში იყო ესეთი პირობა ჩადებული სომხეთთან დაკავშირებით. რომ აღმოსავლეთ სომხეთში სომხებს უნდა მისცემოდათ ნაციონალური უფლებები, ეროვნული უფლებები. დასავლეთ სომხეთში, ოსმალეთის სომხეთში. და ეს მეორე მომენტის გამოც იყო შოკის მომგვრელი ოსმალეთის ხელისუფლებისათვის, რადგანაც მაშინ როდესაც საბერძნეთი გამოიყო ოსმალეთის იმპერიას, ბერძნების მიერ დატოვებული მთელი რიგი თანამდებობები, რომლებსაც მანამდე ფანარიოტები აგვარებდნენ, ძალიან საკმაოდ დიდწილად სომხებმა აითვისეს და იმის გამო, რომ მაშინდელმა განსაკუთრებით სტამბოლის სომხურმა ელიტამ
ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობები ჩაიგდო და საკმაოდ გამდიდრდა და გაძლიერდა. მათ ერთგულ არამუსლიმებადაც კი მოიაზრებდნენ ოსმალეთის სულთნები და რაღაც პერიოდი ერთგულ მილეთსაც კი ეძახდნენ და შესაბამისად განსაკუთრებით ის რომ ამ სან-სტეფანოს მოლაპარაკებებზე უბრალოდ სომხების წარმომადგენლები ამ ავტონომიის და კულტურული უფლებების მოთხოვნით მონაწილეობდნენ და აშკარად პრორუსულ პოზიციას იკავებდნენ, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური შოკიც იყო ოსმალეთის ხელისუფლებისთვის. და შეხედა რა არის მან რომ ეს ომი აი 76-77 წლების პერიოდში 77-78 უფრო სწორად ხომ მიმდინარეობდა ბალკანეთი იყო ცენტრი, მაგრამ მეორე ფრონტი როგორც ყოველთვის იყო კავკასია და ამ დროს აი ამ აჭარას და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს იერთებს ოსმალეთის იმპერია და კავკასიის ფრონტზე ვის სარდლობს რუსულ ჯარებს. გენერალი მიხაილ ტარიელოვიჩ ლორის მელიქოვი, რომელიც კავკასიიდან ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო მთელი რუსეთის იმპერიის არსებობის მანძილზე. ის გახდა რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი. თბილისელი სომეხი ფოტოშორის. და გრიგოლ ორბელიანის მოგონებებში, პირველ წერილებში ასე იხსენებს ლორის მელიქოვს. მოხუცი ლორის მელიქოვი, როცა ქართველებში ხვდებოდა, თავის მშობლიურ ენაზე ქართულად იწყებდა საუბარსო. კი, თბილისელი სომეხი იყო და იმ მელიქიშვილების ნათესავი იყო ლევან მელიქიშვილის და იმათი, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ ლორის მელიქოვი შტო დარჩა სომხური ეკლესიის მრევლად და ისინი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე გადავიდნენ. ესე იგი, ლორის მელიქოვი 80-იან წლებში თუ არ ვცდებით 88 წელს გარდაიცვალა. 88 წელს, ხო? გარდაიცვალა ნიცაში და მისი ანდერძის თანახმად ჩამოასვენეს თბილისში დაკრძალეს. ჯერ ვანგში და ახლა სოფლის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში განიშნეს. ეს ლორის მელიქოვის სარდლობს ამ რუსულ ჯარებს ამ დასავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე ჩასული არის, შორს არის წასული რა, ერზრუმში ჩავიდა თუ არ ვცდები. და ამ სან-სტეფანოს ზავი დაიდო, რომლის პირობა არის ესეთი, რომ ეს ჯარები არ გავლენ იქიდან, სანამ სომხების უფლებები არ დადგება. მაგრამ შემდეგ უკვე ბერლინის საბოლოო ტრაქტატი უნდა დაიდოს, რომელმაც უნდა შეაჯამოს ეს ომი, სადაც განსაკუთრებით გერმანელები აწვევიან რუსებს და ასევე სხვა ევროპული ქვეყნებიც, რომ რუსეთმა კიდე დამატებით რაღაცები დადოს. ანუ უკვე ბერლინის ტრაქტატში, რომელიც 1878 წელს ფორმდება, იგივე პუნქტი არის შესული, რომ აღმოსავლეთ ანატოლიაში, ანუ დასავლეთ სომხების ეროვნულ-კულტურული უფლებები უნდა მიეცეთ, გარკვეულ ავტონომიაზე არის საუბარი, მაგრამ აი ამის უზრუნველსაყოფად უკვე რუსეთის ჯარის ადგილზე დარჩენა აღარ წერია. ანუ საერში დარჩა ეს პირობა, რომ კი, თურქებს უნდა მიეცათ ეს პირობა, ეს უფლებები სომხებისთვის, მაგრამ რო არ მიეცათ, მე რა ხდება, ეს აღარ იყო ბერლინის ზავში უკვე გაწერილი და გავიდნენ. რუსული ჯარები გავიდნენ და სხვათა შორის ამ ბერლინის ტრაქტატის მოლაპარაკებებს ესწრებოდა კონსტანტინოპოლის სომეხი პატრიარქი. ანუ სომხურ დელეგაციას ფაქტობრივად ის წარმოადგენდა აქ და როდესაც ის ჩავიდა კონსტანტინოპოლში, ძალიან საინტერესო ქადაგება ჰქონდა. ანუ ალეგორიით როგორც სასულიერო პირებს შეესაბამებად, რომ იქო ვიღაცეებიო სუფრასო მიუждდნენო და რკინის კოვზებით ჭამესო და დანაყრდნენო. და ჩვენო ქაღალდის კოვზებით ვიყავითო და ამიტომ დავრჩით ფშივრები. ანუ ეს რას ნიშნავდა, რომ ბულგარელებმა რკინით, ანუ იარაღით მოიპოვეს საკუთარი დამოუკიდებლობა და ჩვენ მოგცეს ქაღალდი. ანუ იმის პირობა, რომ რაღაცა უფლებებს მოგვანიჭებდნენ და არავინ არ მოგვანიჭებს, იმიტომ რომ სანამ ამ რკინის კოვზებს, ანუ იარაღს არ დავიჭერთ ხელში, მანამდე ამ უფლებებს ფაქტობრივად არავინ არ მოგცემს. მათ პოზიციებს ის აძლიერებდა შეიარაღებული წინააღმდეგობის დაწყებასთან დაკავშირებით, რომ იგივე ბულგარეთი ერთ-ერთი პირველი სიტუაცია იყო ისტორიაში, სადაც მედია კამპანიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა განსაკუთრებით დასავლეთში საზოგადოების ბულგარეთის მხარეს გადმოსაყვანად. კი ბატონო. ეს სხვათა შორის აი საბერძნეთის ომის დროს ეს უფრო იყო ინტელიგენციის და ასეთი რაღაცა, რომლებშიც იმდენად ეს კლასიციზმი ძალიან ძლიერი და გავლენიანი იყო და ბულგარეთის შემთხვევაში ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი კონფლიქტი იყო, სადაც უკვე მასმედიის საშუალებით მოხდა ყველაფერი. იმ დროს ძალიან პოპულარული გაზეთების, ჟურნალების და იმ პერიოდში ახალწერა კითხვანასწავლო მოსახლეობაში მასობრივად შეაღწია ამ ყველაფერმა ინფორმაციის დონეზე. გეთანხმები აბსოლუტურად. მაგრამ აი აქ ამ დროს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ზუსტად აი ამ პროცესში 77 წელია თუ არ ვცდები.
ანუ ერთი მხრივ ოსმალეთის იმპერია დგას სრული ლიბერალიზაციის გზაზე, ანუ ეს თანზიმათის ლიბერალიზაციის რეფორმები ადის მაღლა და ოსმალეთი იღებს კონსტიტუციას. დიახ და ეს ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ 1877 წელს, ანუ ეს ახლად შეკრებილ მეჯლისში, სანამ რა თქმა უნდა სულთანი აბდულჰამიდი მეჯლისი ან პარლამენტი. დიახ, დახურავდა ამ პარლამენტს და აბსოლუტისტურ მმართველობას განახლებდა, არამუსლიმი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა პირიქით აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ რუსების წინააღმდეგ დაერაზმათ არამუსლიმები. ანუ რეალურად რომ არა საერთაშორისო პოლიტიკური დინამიკა, იმის თქმა, რომ ეს ხალხი მთლიანად რუსებთან თანამშრომლობდა, ძალიან არასწორი. არა, რასაკურველი არა. და იმ პერიოდის იქ ოსმალურ ჯარებში რამდენი სომეხი, რამდენი ბერძენი იბრძოდა, რაზეალა. საკმაოდ ბევრი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში არამუსლიმებისთვის მაინც არამუსლიმების ჯარში სამსახური კანონით უკვე დაშვებული იყო, მაგრამ ბევრი მაინც ცდილობდა არ ემსახურა, საკმაოდ ბევრი მსახურობდა უკვე. და ამ დროს რა ხდება, ესე იგი, ეს აბდულჰამიდი როადის სულთნის ტახტზე, აბდულჰამიდ მეორე, რომელიც არის ულტრაკონსერვატორი სულთანი. დიახ. და ეს კაცი ცდილობს, რომ ანუ ეს თავისუფლებები უკვე არსებობს, ხო? უკვე რაღაც კონსტიტუცია არის, მეჯლისი არის, თანზიმათის რეფორმები შორს წავიდა, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი არის და ეს კაცი ცდილობს, რომ ჯინი ჩააბრუნოს ბოთლში. რეალურად აბდულჰამიდის კონსერვატიზმი ძალიან საინტერესო მოვლენაა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ის იყო აბსოლუტისტი და ანტიკონსერვატორი და ასე შემდეგ და რეალურად ანტიკონსტიტუციონალისტი და აბსოლუტიზმის მომხრე და საკმაოდ ბევრი კონსერვატიული ზომა გაატარა და ამავე დროს აქტიურად დაიწყო ხალიფის და როგორც მუსლიმების მეთაურის ტიტულის გამოყენება თავის პოლიტიკურ რიტორიკაში, ასე ერთმნიშვნელოვნად იმ დონის კონსერვატორად მას ვერ მივიჩნევთ, როგორადაც ის თანამედროვე თურქეთის მმართველი პარტიის პროპაგანდაში არის წარმოჩენილი. დავიწყოთ იქიდან, რომ ის აბდულჰამიდის იმიჯი, რომელიც განსაკუთრებით ერდოღანის სიტყვით გამოსვლებში და იმ პოლიტიკურ მოძრაობაში არსებობს, ერთადერთ წიგნს ეყრდნობა, რომელიც არის თურქი ისლამისტი მწერლის და პოეტის ნეჯიბ ფაზილის რომანი დიდი ჰაკანი, ანუ სულთანი აბდულჰამიდი და ეს არის რეალურად რომანი. აი დაახლოებით იგივე სტილის, როგორც არის უხარხაშო ხმლები, ოღონდ სულთან აბდულჰამიდს. რეალური აბდულჰამიდი იყო ძალიან წინააღმდეგობრივი პიროვნება და ის კარგადაც ცნობიერებდა, რომ ისეთი მუსლიმებიც, როგორებიც იყვნენ იმ დროს ძალიან ტრიბალურ ტომობრივ წესწყობილებაში ჩარჩენილი, ალბანელები და ქურთებიც ძალიან თავისუფლად შეიძლებოდნენ, ხვალ პრობლემად ქცეულიყვნენ. ამავე დროს საჭირო იყო მუსლიმი მოსახლეობის მობილიზება, რადგანაც მათ ეს ეთნიკური ცნობიერება არ გააჩნდათ, ერთადერთი გზა იყო ხალიფის წოდების გამოყენება და შესაბამისად ამ რეალობაში აბდულჰამიდი მართლაც ისლამისტად და კონსერვატორად შეიძლება გამოჩენილიყო, მაგრამ როცა საქმე ეხებოდა ქვეყნის მართვას, მეორე მხრივ, სწორედ აბდულჰამიდმა დაიწყო იგივე თანამედროვე ტიპის სკოლების მასობრივი გახსნა პროვინციებშიც, ქალების განათლების განვითარებაში პირველი ნაბიჯები სწორედ აბდულჰამიდის პერიოდში გადაიდგა და მიუხედავად იმისა, რომ აბდულჰამიდი საკმაოდ სერიოზული პარანოით იყო შეპყრობილი და ძალიან ბევრი სისასტიკეთ ჩაიდინა, მისი მიდგომა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ძალიან ორაზროვანი იყო. ახალგაზრდა თურქების პირველი ლიდერებიც, რომლებიც ამავე დროს ინტელიგენციის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ, სწორედ იგივე აბდულჰამიდისავე მეცადინეობით გადაურჩნენ სიკვდილით დასჯას, რადგან ის მაინც თვლიდა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერისა და ხალხისათვის გამოსადეგი ხალხის სიკვდილით დასჯა არ იყო სწორედ და მათ როგორც წესი საზღვარგარეთ აგზავნიდა ხოლმე. ანუ აბდულჰამიდი რეალურად ძალიან წინააღმდეგობრივი და ორაზროვანი პიროვნება იყო და პირად ცხოვრებაშიც კონსერვატორისგან იყო ძალიან შორს. იმის პერიოდის ეს სასახლის შესყიდვის ოქმები და ყველაფერი შემორჩენილია და ეს აბდულჰამიდი იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა ფრანგული და ინგლისური, უყვარდა დეტექტივების კითხვა და როგორც განსაკუთრებით შერლოკ ჰოლმსი უყვარდა და როგორც ამობენ კონან დოილს ფინანსურადაც დახმარებია, უყვარდა რომი და ბავარიული ლუდი, ეს დადასტურებულია სასახლის აი ამ შესყიდვის ორდერებით და ზოგადად პირად ცხოვრებაში ძალიან შორს იყო კონსერვატორისაგან. მაგრამ ერთი რამე არის უდაო, რომ მან შემოbrunება დაიწყო პოლიტიკის. ანუ კონსტიტუცია გააუქმა, პარლამენტი მეჯლისი გააუქმა, დახურა, ოფიციალურად არ გააუქმებია, უბრალოდ კონსტიტუციის მოქმედება შეზღუდა და ამავე დროს მან აქტიურად დაიწყო ბალკანეთში ერთი მხრივ ალბანელების აქტიური გამოყენება, დანარჩენი ბალკანელების პირველ რიგში ქრისტიანების წინააღმდეგ და სწორედ ამ პერიოდში
ალბანელებისაგან საგანგებო სულთნის პირადი გვარდიის ქვედანაყოფით დგება და ალბანელი ბეგების შვილებისათვის საგანგებო სკოლაც იხსნება სტამბოლში და ის ანალოგიურად მოიქცა ქურთებთან მიმართებაშიც, რომლებსაც სომხების საპირწონეს როლი უნდა შეესრულებინათ აღმოსავლეთში. ქურთებისაგან დაარსდა, აქ მარტო ქურთები არ იყვნენ, მაგრამ ძირითადად იყვნენ ქურთები, ეს ჰამიდიეს კავალერიის შედაერთები, სპეციალური გასამხედროებული ფორმირებები, რომლებსაც ანატოლიაში წესრიგის დამყარება ევალებოდათ და ანალოგიურად მათთვისაც შეიქმნა თავად სტამბოლში პატრონაჟის სისტემა, რომელიც მოიცავდა სწორედ ამ ქურთებისგან შექმნილ სულთნის ძველთა ფორმირებებს, რაღაც რუსული ლეიბგვარდიის მსგავს, ქურთი ელიტების შვილებისათვის სკოლების გახსნას და ასე შემდეგ. ანუ აბდულჰამიდმა ამავე დროს აქტიურად დაიწყო ამ სხვადასხვა მუსლიმი ხალხებისაგან ამ არამუსლიმების საპირწონედ პარამილიტარული და რეგულარული ფორმირებების შექმნას და მათი ლოიალობის უზრუნველყოფაც. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ავხსნათ ახლა მაყურებელს ესეთი რაღაცა, რომ აბდულჰამიდი არის იმპერიის შვილი, იმპერიის შვილი და იმპერიის ხელმძღვანელი, ხო? ის არ არის ეთნონაციონალისტი. ხო, იმპერიული იდენტობა არ არის ეთნონაციონალიზმზე დაფუძნებული. იმპერია, თქო, არის რეპრესიულის, დისკრიმინაციულის, მაგრამ ის ბევრად უფრო ინკლუზიური არის, ვიდრე ეთნონაციონალისტური სახელმწიფო და ეს ეთნონაციონალიზმი მე უკვე ახალგაზრდა თურქები და ათათურქის პირობებში ვითარდება, მაგრამ ამ დროს, რომ აი ყველა თურქი უნდა იყოს და ყველა მუსლიმი უნდა იყოს, ასეთი რამე არ აქვს აბდულჰამიდს. და ამიტომაც აბდულჰამიდის პერიოდი ცნობილია ერთი მხრივ, როგორც ძალიან სისხლისმღვრელი ანტისომხური პოგრომების და ხოცვა-ჟლეტვის პერიოდი განსაკუთრებით 1890-იან წლებში, მეორე მხრივ კი სისტემა, რომელშიც არაერთმა არამუსლიმმა ძალიან სერიოზულად მოახერხა ინტეგრირება და ძალიან მაღალ თანამდებობებზე მოსვლაც. იგივე მაგალითად, აბდულჰამიდის პერიოდი წარმოუდგენელია იგივე მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ყარა-თეოდორისთან, იგივე მაგალითად ცნობილი იურისტის სავა ფაშასთან, იგივე სულთნის ხაზინის წარმოშობით სომეხი გამგებლების გარეშე. ანუ ეს დუალიზმი ჰქონდა ერთი მხრივ არამუსლიმებს საკმაოდ სერიოზული ინტეგრაციის და მაღალ თანამდებობებზე დანიშნვის საშუალება მისცა, მეორე მხრივ კი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ანტისომხური ზომები სწორედ აბდულჰამიდმა გაატარა და ბალკანეთშიც საკმაოდ სერიოზული ჯაშუშური ქსელი შექმნა. აი ახლა მან ეს უნდა ავხსნათ ეგ რატო ხდებოდა რა, იმიტომ რომ თუ თქვათ ეთნიკურად არათურქი არის ლოიალური პირიქით, მას გამოიყენებს სხვების წინააღმდეგ და იმას ჩაიყენებს. სწორედ ამ შემთხვევაში, უბრალოდ კოლექტიური არამუსლიმები არსებობდნენ, ეთნიკურად არათურქები იმ დროს ასე ვთქვათ, ახალწამოჩიტული თურქული ნაციონალიზმის ნარატივში ჩნდებოდნენ, მაგრამ სახელმწიფო ნარატივში არ არსებობდნენ. გეთახმები, იგივე აღწერები იმპერიის ბოლომდე, ოსმალეთის იმპერიის ბოლომდე არ არის ეთნიკური აღწერები, არის რელიგიურად აღწერენ ადამიანებს. და შემდეგ 1923 წელსაც ეს ოფიციალურად ბერძნების და თურქების გასვლა რეალურად რელიგიური ნიადაგზე განხორციელდა. კი ბატონო. მაგრამ მეორე მხრივ აბდულჰამიდი ხედავს, ანუ ესე იგი ეს რამეს ესეთ ხედვა აქვს რა, რომ ამ თანზიმატის რეფორმებმა, ლიბერალიზაციამ, დათმობებმა გამოიწვია იმპერიის დანგრევა. რომ დათმობები აღარ შეიძლება, რომ ესე იგი პარლამენტი არ უნდა იყოს, კონსტიტუცია არ უნდა იყოს, თანზიმატი უნდა შეჭერდეს და რომ სომხები არიან პოტენციური ბულგარელები, პოტენციური სერბები, პოტენციური ბერძნები და რუსეთი მათ უკვე კავკასიის ფრონტზე გამოიყენებს თურქეთის წინააღმდეგ და ამ დროს ამას ეჯახება რა, რომ ეს სომხური ნაციონალიზმი, სეკულარული ნაციონალიზმი ახალგაზრდებისა მილეთებში იმარჯვებს, ყალიბდებიან სომხური პოლიტიკური პარტიები და ამას იწყებენ აბდულჰამიდთან ბრძოლას. ტერორისტული აქტებიც იყო აბდულჰამიდის წინააღმდეგ. ილდიზის სასახლესთან მეჩეთთან მომხდარი აქტები და აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალიც არის. ეს სომხური პოლიტიკური პარტიები ამავე დროს აქტიურად იწყებენ თანამშრომლობას თურქულ ოპოზიციასთანაც, რომლებიც მოგვიანებით ახალგაზრდა მაგას ცოტა მოგვიანებით შევეხოთ. აი იყო ესეთი ეპიზოდი აი სტამბოლის კონსტანტინოპოლის თურქეთის ეროვნული ბანკის შენობის ოკუპაცია, ხო, რომელიც 1896 წელს გააკეთეს და მოითხოვდნენ, რას მოითხოვდნენ ეს ხალხი, რომლებმაც აი ძევლები აიყვანეს ბანკში, აი 1878 წელს, რომ ბერლინის ტრაქტატმა მისცა მათ ასე რომ ვთქვათ, უფლება, რომ ესე იგი აღმოსავლეთ ანატოლიაში, ან დასავლეთ სომხეთში შეიქმნებოდა რაღაცა პოლიტიკური ერთეული, სომხური კულტურული პოლიტიკური ავტონომია,
აი ამის განხორციელებას ითხოვდნენ და იცი რა არის აქ საინტერესო სანდრო ერთი პარალელი მინდა მოვიყვანო ქართულ შემთხვევასთან 1774 წელს როდესაც გაფორმდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავი ოსმალეთსა და რუსეთს შორის ხო ოსმალეთმა და რუსეთმა იომეს 1768-დან 74 წლამდე და 74 წელს გაფორმდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავი ამ ზავის თუ არ ვთქვი 23 მუხლის თანახმად ოსმალეთს ეკრძალებოდა ტყვეთას ყიდვა ტყვებით ვაჭრობა დასავლეთ საქართველოში. თუმცა არანაირი გაწერილი არ ყოფილა პირობები, რომ თუ გააგრძელებდა ოსმალეთი ამ ტყვეთას ყიდვას სოლომონის სამეფოში, რა პასუხი უნდა გაეცა ამისთვის რუსეთს. ანუ ზოგადად რუსეთმა დააფიქსირა 1774 წელს, რომ დასავლეთ საქართველოში არის დაინტერესებული. და შემდეგ ეს დასავლეთ საქართველო გავიდა 30 წელი და მართლა წაართვა. და აი აქაც 1878 წელს, როცა დასავლეთ სომხეთის უფლებები გაიწერა ბერლინის ტრაქტატში, არაფერი გარანტიები არ ყოფილა შიგნით ჩადებული. მაგრამ თურქები ხედავენ, რომ რადგანაც რუსეთმა ესეთი ძლიერი ინტერესი დააფიქსირა დასავლეთ სომხეთისადმი, შემდეგ რაღაც ნაბიჯები იქნება. და იწყება ეს პოგრომები, ხო, აბდულჰამიდის მხრიდან სომხების აი ზეითუნის პოგრომი 1890-იან წლებში განსაკუთრებული სისასტიკით, თუმცა ამას გენოციდის სახე ჯერ არ აქვს. და დიახ, და აქ რამდენიმე ფაქტორი იყო ევროპელების ჩარევების და მსგავსი რაღაცებს, მაგრამ აქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც. აბდულჰამიდმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხების კონტროლი იყო საჭირო, მეორე მხრივ ქურთებიც ისეთ შემთხვევაში თუ კი ისინი იმ რეგიონში დომინანტურ ძალად იქცეოდნენ თავიანთი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე და კიდევ იმის გათვალისწინებით რომ ბედირხან ბეის ამბოხების ისტორია ჯერჯერობით ცოცხალი იყო თურქულ პოლიტიკურ მეხსიერებაში ანალოგიური პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო. შესაბამისად ეს იყო ერთი მხრივ სომხების სასტიკად დასჯა იყო მიზანი, მაგრამ მეორე მხრივ არც ის იყო ჩაფიქრებული, რომ რეგიონში სომხების რაოდენობა ისე შემცირებული იყო, რომ ქურთები ვეღარ დაებალანსებინათ. ხო, არ იყო ეს გენოციდური არ იყო, ანუ მასობრივი ხოცვა-ჟლეტოები იყო, ბევრ ათასზე არის აქ საუბარი, მაგრამ გენოციდი არ არის ჯერ. ეხა ამის პარალელურად ხო მიდის ამ კონსერვატული რეჟიმის პირობებში რეჟიმის ლპობა მიდის რა, რეჟიმის ლპობა მიდის და იზრდება სომხების წინააღმდეგობა, მაგრამ თვითონ აბდულჰამიდ შიგნით ამ ახალგაზრდა თურქებისგან აქვს წინააღმდეგობა, რომ ანუ მოდერნიზაციას სხვებიც ითხოვენ, ანუ ეთნიკური თურქები და მუსლიმები ითხოვენ მოდერნიზაციას ამ სახელმწიფოს და იწყება რევოლუციური მოძრაობა და აი წეგან შერაცა თქვი, რომ სომხები და ეს ახალგაზრდა თურქები უშუალოდ მუსლიმური ოპოზიცია აბდულჰამიდისა მოკავშირეები ხდებიან. აქტიურად იწყებენ თანამშრომლობას და იგივე მაგალითად ილდიზის ამბოხების, ილდიზის აფეთქების, როდესაც სულთანი აბდულჰამიდი კინაღა მოკლეს სომხებმა. წელი რომელია ეგა? 1997 წელს. სულთანმა თურქმა პოეტმა თევფიქ ფიქრეთმა ამ ამბის აღსანიშნავად ლექსიც კი დაწერა. იმდენად იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული და თევფიქ ფიქრეთიც, რომელიც ამ რევოლუციონერების თანამგრძნობი, ამ ყველაფერს მთელი იმპერიის მოსახლეობისათვის სადაკებო და სასარგებლო რევოლუციურ აქტად აღიქვამდა. კი ბატონო. და 1908 წელს მართლაც ხდება რევოლუცია. დიახ. ხო? და სულთან აბდულჰამიდს თავდაპირველად აიძულებენ, რომ კონსტიტუცია აღადგინოს და შემდეგ უკვე 1909 წელს, როდესაც 31 მარტს სულთან აბდულჰამიდის მხარდაჭერით ხდება კონტრრევოლუციური ამბოხება. ისევ და ის სალონიკიდან იძლება სპეციალ მორიგი არმია მაჰმუდ შევქათ ფაშას მეთაურობით და სულთანი აბდულჰამიდი ამის შემდეგ იძულებულია რომ გადადგეს და მას ჯერ სალონიკში, რომელიც ამ რევოლუციური მოძრაობის ცენტრად მოიაზრებოდა შიდა პატიმრობაში გადაჰყავთ, შემდეგ უკვე ბალკანეთის ომების შემდეგ სტამბოლში გადმოჰყავთ და სიცოცხლის ბოლომდე ის უკვე შიდა პატიმრობაში იმყოფება. აი, ეხლა ბალკანეთის ომებზე უნდა მივიდეთ სანდრო ზუსტად. მომენტია რეალურად. კი ბატონო, ესე იგი რა ხდება, რომ ეს ახალგაზრდა თურქები, რომლებიც აბდულჰამიდის ოპოზიცია იყო, რეალურად არიან უკვე ეთნონაციონალისტი თურქები. დიახ, და ეთნონაციონალისტი, სადაც ანუ ისინი აბდულჰამიდის გადასაგდებად სომხებთან კი თანამშრომლობენ, მაგრამ როცა ხელისუფლებაში მოდიან, ამ დროს უკვე ისინი აბდულჰამიდზე არ მეტი პრინციპ საბოლოო ჯამში ბევრად მეტი ანტისომხები არიან, იმიტომ რომ ეს როგორც ასე რომ ვთქვათ, ეთნიკური ჯგუფი მიუღებელი ხდება მათთვის სომხებისა. ოღონდ ესეც თანდათანობით იწყება. თავდაპირველად ეს ახალგაზრდა თურქებიც რეალურად, რომლებიც ჰომოგენურ მოძრაობას არ წარმოადგენდნენ და
თავდაპირველად მათი საკმაო ნაწილი რეალურად მიუხედავად იმისა, რომ თურქი ნაციონალისტი იყო და მუსლიმური იდენტობის თურქული იდენტობას გარდაქმნას უჭერდა მხარს, ამავე დროს ოსმალურ კონტექსტში სამოქალაქო ნაციონალისტი იყო და იგივე 1909 წელს, როდესაც ადანაში მოხდა ანტისომხური პოგრომი, მაშინდელმა ახალგაზრდა თურქებმა სამაგალითოდ დასაჯეს არაერთი ამ პოგრომის მომწყობი, თუმცა რა თქმა უნდა საბოლოო შედეგმა ვერც მუსლიმი მოსახლეობა დააკმაყოფილა და ვერც სომხური, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პერიოდში ისინი ჯერ ისევ ცდილობენ, რომ ეს სამოქალაქო ნაციონალიზმი მეტნაკლებად შეინარჩუნონ და მაგრამ სერიოზული დარტყმები აქვთ მაგათ და მე უკვე ბალკანეთის ომები არის ბალკანეთის ომებამდე 1911 წელს ეს ახალგაზრდა თურქები ფაქტობრივად უკვე ომს აგებენ იტალიასთან და კარგავენ ლიბიას. დიახ, მაგრამ ვინაიდან ლიბიაშიც უბრალოდ გარეძალა იყო და იქ არამუსლიმი მოსახლეობა მცირე იყო მიუხედავად დიდი ტრამვის და საბოლოო კატალიზატორი ეს არ ყოფილა. არა, მაგრამ ამას შემდეგ უკვე დაემატა ბალკანეთის ომი და რა არის ეს ბალკანეთის ომი ვაუხსნათ მაყურებელს რომ ის სახელმწიფოები რომლებმაც რუსეთის დახმარებით მოუგეს დამოუკიდებლობისთვის ომი თავის დროზე თურქებს, ოსმალეთს, ხო ეს ბერძნები, ბულგარელები, სერბები და ესენი შეიყურებიან და ოსმალეთს უცხადებენ ომს, ეს ყოფილი პროვინციები, ოსმალეთს უცხადებენ ომს და ართმევენ დამატებით ტერიტორიას. დიახ, და აქ არის ერთი მომენტი, რომელიც თურქეთის გარეთ ბევრმა არ იცის სპეციალისტების გარეთ, რამაც საბოლოო ჯამში სამი ფაშას ფაქტობრივი აბსოლუტური დიქტატურის დასაწყისის სამი ფაშა რო თქვათ ვინები არიან? ისმაილ ენვერი, მეჰმედ თალათი და მეჰმედ ჯემალი. ჯემალ ფაშა, ენვერ ფაშა და თალათ ფაშა. მაგრამ ტრიუმვირატი. მაგრამ სანამ აქამდე მივალთ 1912 წლის არჩევნებმა, რომელიც ძალიან გაყალბდა და დღემდე ჯოხებიან არჩევნებს ეძახიან თურქულ ისტორიოგრაფიაში, არმიის შიგნით ერთ-ერთმა ფრაქციამ, რომლებიც საკუთარ თავს ჰალასკარანს, ანუ მხსნელთ, ანუ გამათავისუფლებლებს უწოდებდნენ, მოაწყო გადატრიალება და ახალგაზრდა თურქები ჩამოაშორა ქვეყნის მმართველობას. ამის შემდეგ მათი კონკურენტები მოდიან ხელისუფლებაში და სწორედ მათ მმართველობას ემთხვევა ბალკანეთის ომების დაწყება. და ბალკანეთის ომებში, პირველ ბალკანეთის ომში არსებულმა სასტიკმა მარცხმა ახალგაზრდა თურქებს საშუალება, კონკრეტულად კი ამ სამ ფაშას საშუალება მისცა, რომ კიდევ ერთი გადატრიალება მოეწყო და 1913 წელს უშუალოდ ენვერ ფაშას მეთაურობით თავს დაესხნენ სასახლეს, სადაც განთავსებული იყო ოსმალეთის მთელი ეს მმართველობა. და აქ იაკუბ ჯემილმა მოკლა სამხედრო მინისტრი ნაზიმ ფაშა, ხოლო დიდი ვეზირი უშუალოდ ენვერ ფაშა მიარაღის მუქარით აიძულა, რომ გადადგომის შესახებ მოეწერა ხელი და ამის შემდეგ უკვე ქვეყნის ფაქტობრივ მმართველებად ხდებიან ახალგაზრდა თურქები, რომლებიც ჯერ პირველ ეტაპზე არიან მაჰმუდ შევქეთ ფაშას სამხედრო დიქტატურის ქვეშ და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველი არის მაჰმუდ შევქეთ ფაშა, მაგრამ ისე დღემდე ბოლომდე გამოუძიებელი მკვლელობის შემდეგ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები ხდებიან სწორედ ეს სამი ფაშა, ენვერი, ჯემალი და თალათი. ესე იგი, ენვერი იყო სამხედრო მინისტრი, დიახ. თალათი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯამალი იყო ფლოტის მინისტრი. და შემდეგ უკვე ახლო აღმოსავლეთის გუბერნატორი ომის პერიოდში და ამ პერიოდშივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანამ ენვერ ფაშამ ძალიან მალე მოახერხა თავის ძალაუფლების განმტკიცება, რადგან მეორე ბალკანურ ომში ოსმალეთის ძველი დედაქალაქის ედირნეს და მეორე ბალკანური ომიც რა უხსნათ მაყურებელს რა არის? მეორე ბალკანეთის პირველი აფსენით უკვე და ახლა მეორე ბალკანეთის ომი იყო ის, როდესაც ბულგარელებმა გადაწყვიტეს, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ, მათ უნდათ იგივე სალონიკი და თეთრ ზღვაზე, ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი და მათ უნდათ რომ ჩასულიყვნენ ამ ზღვებამდე, რისი უფლებაც მათ უკვე ბალკანეთის დანარჩენმა სახელმწიფოებმა არ მისცეს და ამ ქაოსში და ყოფილ მოკავშირეებს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებაში ისარგებლეს ოსმალებმა და დღევანდელი თურქეთის ევროპული ტერიტორიები და პირველ რიგში ქალაქი ედირნე დაიბრუნეს. რამაც ენვერ ფაშა გამარჯვებულ სარდლად აქცია და მისცა მას და ასევე ჯემალს და თალათს და მათ მომხრეებს ხელისუფლების კონსოლიდაცია მოეხდინათ ამის საშუალება. სანდრო, ეხლა უნდა გადავიდეთ უკვე 1914 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი წელი არის ეს და აქ მინდა ესეთი ისტორია მოვყვე. 14 წლის დასაწყისიდან ესე იგი ფაქტობრივად 1878 წლის შემდეგ სომხების და რუსების მხრიდან არ წყდება ზეწოლა ოსმალეთის იმპერიაზე, რომ ბერლინის ტრაქტატით მიცემული პირობა
სომხების კულტურულ ავტონომიური ერთეული შექმნის თაობაზე განხორციელდეს. ეს ზეწოლა მთელი ეს 30-36 წელია მიმდინარეობს. 1914 წლის დასაწყისიდან ამან მიიღო ძალიან კონკრეტული სახე, როდესაც კონსტანტინოპოლში დასავლეთის ყველა ელჩები შეიკრიბნენ, რუსეთის ელჩის თაოსნობით, იქ იყო ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვათა შორის გერმანიის ელჩიც და გერმანიას რა თქმა უნდა ოსმალეთის მხარე უჭირავს. ამ დროს ანტანტა ასე რომ თქვა ჩამოყალიბებული არის, ხო, ესე იგი სოფლიო ორად გაიყო და სოფლიო ომის დასაწყისის პირას ვართ. და აი ამ 14 წლის 1914 წლის დასაწყისში ეს დასავლეთის ელჩები ზეწოლას ახორციელებენ თურქებზე, რომ კონკრეტულად ესე იგი კონკრეტული ნაბიჯები გადადგრან და აღმოსავლეთ ანატოლიაში ან დასავლეთ სომხეთში შეიქმნას ეს სომხური გუბერნიები. და ამაზე მოაწერინებენ ოსმალებს ხელს და უფრო მეტიც ამ გუბერნიების სათავეში უნდა იდგნენ ევროპელი მოხელეები. ეს მოხელეები შეარჩიეს კიდეც. ეს იყო ორი გუბერნია უნდა შექმნილიყო, ერთი სათავეში იქნებოდა ნორვეგიელი ოფიცერი, მეორე სათავეში ჰოლანდიელი ოფიცერი და ეს ხალხი უნდა ჩამოსულიყო და ფაქტობრივად სანახევროდ ესე იგი ოსმალეთის იურისდიქციიდან გადიოდა ეს ორი გუბერნია, იმიტომ რომ და ეს ოსმალეთის იმპერიას ძალიან ცუდად ჰქონდა დაცდილი, ვინაიდან ასე მოხდა იგივე ლიბანში, ასე მოხდა კუნძულ სამოსზე, ასე მოხდა კრეტაზე, სადაც ჯერ ყველაფერი დაიწყო თვითმმართველობით და ქრისტიანი გუბერნატორის დანიშვნით, შემდეგ კი ოსმალეთის იმპერიამ ეს ტერიტორიები ფაქტობრივად დაკარგა და შემდეგ უკვე დე-იურედაც. აი და ეს არის რომ ეს ხალხი ეს გუბერნატორები უნდა ჩამოვიდნენ სამართავად და ამ დროს ზაფხულში იწყება პირველი მსოფლიო ომი, სადაც თურქეთი, ოსმალეთი უпростоრად შედის რუსეთის წინააღმდეგ კოალიციაში გერმანიასთან, ავსტრია-უნგრეთთან და ბულგარეთთან. და ეს ომი არ მიმდინარეობს ოსმალეთისთვის კარგად, იმიტომ რომ ოსმალეთი აი თუნდაც აი ამ ახალგაზრდა თურქების გამარჯვების შემდეგ დაჩაჩანაკებული იმპერია არის, შეიძლება ვთქვათ. და 1915 წლის თებერვალში ხდება კატასტროფა ოსმალეთისთვის, სარიყამიშის ბრძოლა. და როდესაც ენვერ ფაშას უშუალოდ მეცადინეობით გადაწყვიტეს, რომ რუსებისათვის შეეტიათ ზამთარში, ძალიან მთიან რელიეფში და რაც ყველაზე დიდ სამხედრო შეცდომად აქცევს ამ ყველაფერს, იმ ქვედანაყოფებით, რომლებიც ძირითადად აკრეფილები იყვნენ დღევანდელი ანტალიის და ზოგადად თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის ტერიტორიაზე და არც აღჭურვილები იყვნენ იმ ტიპის ბრძოლისათვის და არც ბევრი ისეთი ადამიანიც იყო წესიერ თოვლიც კი რომ არ ჰქონდა ნანახი, ესეთი ხალხი იყო აკრეფილი და ეს რა თქმა უნდა ეს ადამიანები სასტიკად ფიასკო იყო, სრული ფიასკო იყო და ამის შემდეგ დაიხოცა ათასობით ჯარისკაცი და უმეტესობა ისე რომ რუსები თვალითაც კი არ უნახავს. მოწევა გაიყინა, მოყვნენ არის ასეთი ალაჰუ ეკბერის მთები იქ. სადაც მოხდა ძალიან დიდი ქარბუქი და თურქების ჯარის, ოსმალების ჯარის საკმაო ნაწილი, ისე რომ რუსების პოზიციამდეც ვერ მიაღწია, ამ ქარბუქში უბრალოდ გაიყინა. და რა ხდება? ამ დროს ამ ტრიუმვირატს თალაც ენვერს და ჯემალს უდგათ ასეთი ამოცანა, რომ ეს სარიყამიშის ტრაგედია ვიღაცას უნდა დაბრალდეს. ხო, ანუ ეხლა დღევანდელ საქართველოშიც არის ეს გავრცელებული მიდგომა ქართულ პოლიტიკაშიც, რომ რაღაცა შიდა მტრები გვყავს, რომ რაღაცა ვიღაცა სხვის ინტერესს ემსახურება და ეს უნდა დაბრალებულიყო, თქვათ, როგორც თქვათ, ჰიტლერი აბრალებდა ებრაელებს გერმანიის ყველა უბედურებას, ხო? ამ კონკრეტულ მონაკვეთში 1915 წელს გადაწყვიტეს, რომ დაებრალებინათ ყველაფერი სომხებისთვის, ეს ერთი რუსულთა პროპაგანდისტულად, ესე იგი, თვითონ ძალიან არაპოპულარულები არიან ოსმალეთის შიგნით ამდენი მარცხების შემდეგ და ვიღაცას უნდა დააბრალონ, ეს ერთი мотиваცია და მეორე мотиваცია, რომ ისინი ხედავენ რუსეთი მოდის აქ, ამ მოიწევს ფაქტობრივად დაკავებული აქვს დასავლეთ სომხეთის მთელი ტერიტორიები და სომხები აქ ქმნიან პრობლემას, იმიტომ რომ შეიძლება გახდნენ რუსეთის დასაყრდენი. არა და რეალობაში ამ დროს ოსმალეთის არმიაში ათასობით სომეხი იბრძვის.
ხო ესე არის, ანუ ესე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი სომხები პირდაპირ იმების კი და პლუს ამას განსაკუთრებით დასავლეთ რაიონებში სომხების საკმაო ნაწილი ძალიან ერთგულად იყო განწყობილი ოსმალეთის ხელისუფლების მიმართ. თუმცა ის მომენტი, რამაც ახალგაზრდა თურქების ხელისუფლების ეს დამოუკიდებულება განაპირობა, ბევრ მეტნაკლებად ობიექტურ ფაქტორზეც იყო დაპარებული. პირველი იყო ის, რომ მათი უმეტესობა ბალკანეთიდან იყო, ენვერიც, ჯემალსათალთიც იყვნენ ბალკანეთიდან. ეს ხალხი იყო ის ადამიანები, რომლებიც აქ გაიზარდნენ და მათი მშობლიური მხარე მათ თვალწინ დაიკარგა და ამასთან ერთვოდა ისიც, რომ ამ პერიოდში, განსაკუთრებით ანტანტის მომხრე პრესაში, აქტიურად იწყება გამოჩენას რიტორიკა იმაზე, რომ თურქები უნდა გავრეკოთ შუა აზიაში და აქ ანატოლიაც ფაქტობრივად ხდება თურქებისა და მუსლიმების ასე ვთქვათ ბოლო ციხესიმაგრე და ახალ სიმბოლურ დატვირთვას იწენს და შესაბამისად, როდესაც შევაჯამებთ ამ ერთი მხრივ სამხედრო მარცხს, მეორე მხრივ ამ პირად ტრამვას და მეორე მხრივ სამხედრო მარცხს, როდესაც რუსები უშუალოდ უკვე ერზინჯანში იყვნენ და მიადგნენ პულუმურის ხეობას, რომელსაც თუ გადალახავდნენ, უკვე ლამის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე ხსნებოდათ გზა და ამავე დროს ახლოს იყვნენ ვანსთანაც, რომელიც დასავლეთ სომხეთის ფაქტობრივ ცენტრად მოიაზრებოდა, იქ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს რადიკალური ნაბიჯი გადაედგათ. კი, ხო, ეხლა ვანი ახსენე შენ და ეს დასავლეთ სომხეთი შედგებოდა 6 ისტორიული ვილაიეთისგან, ამ დღევანდელი ტერმინით ვთქვათ რეგიონისგან, ხო? ვანი, ხარპუტი, ტარონი, დღევანდელი დიარბაქირი მაშინ სხვა რაღაცა ერქვა ტიგრანაკერტი, ამიდი. ხო, ნუ 6 დიარბაქիր, პროვინციის სახელი იყო დიარბაქիր. 6 ის სომხები ტიგრანაკერტს ეძახიან, ქურთები ამიდს. კი ბატონო. 6 რეგიონი არის და ამ 6 რეგიონიდან 50%-ზე მეტი, ანუ უმრავლესობა მხოლოდ ვანში იყვნენ გენოციდამდე სომხები. დანარჩენგან უმცირესობაში არიან და ნუ კილიკიაც რასაკვირველია, რომელიც არის ტერიტორია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. დღევანდელი ადანა, მერსინი, კი ბატონო. ეგ ადგილები. ხო და ესე იგი თურქების мотивация არის რომ არეულია ახლა გარემო, სოფლიო ომი მიმდინარეობს, არავი პატრონი არ არის და ომის მსვლელობისას საერთოდ რადიკალიზაცია და ძალადობის ლეგიტიმაცია იმატებს, ბნელდება ასე რომ ვთქვათ, ძალადობის კუთხით და იოლი არის აი საბოლოო გადაწყვეტა საკითხისა, ანუ ესენი არ უნდა იყვნენ და აი ერთი ეპიზოდი ორი ფრაზა მინდა მე რომ მოვიყვანო. ერთი ეს ამოვიკითხე მაიკლ რეინოლდსი არის საკმაოდ პროთურქულად განწყობილი სვათაშორის პროფესორი პრინსტონის უნივერსიტეტში და მან დაწერა წიგნი Shattering Empires, ანუ მსხვერპლის პროცესში მყოფი იმპერიები, ეს არის რუსეთის და ოსმალეთის ეს დაპირისპირება ამ პერიოდში, ხო? და ის წერილი 1918 წლით არის დათარიღებული. მას მოყავს ესეთი წერილი ენვერ ფაშა, ანუ სამხედრო მინისტრი, წერს თალათ ფაშას, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ყველაზე მცირე სომხეთის დაშვებაც არ შეიძლება კავკასიის ტერიტორიაზეო, რადგანაც მერე ისინი ჩამოიყვანენო ემიგრაციასო, მოგროვდებიანო, მილიონები გახდებიანო და სომხეთი იქცევა კავკასიის ბულგარეთად. აი ეს ამ ტერმინს ამბობს რა, ანუ ეს ტრამვა აქვს, შენ როგორც ძალიან სწორად აღნიშნე. და მეორე ფაქტორი, საერთოდ ეს გენოციდი ვინ აღვიწერა, ხო? ეს იყვნენ, ანუ სოფლიო ომი რო დაიწყო, მართალია ამერიკა კი ჩაება 1917 წლიდან სოფლიო ომში, მაგრამ ამერიკას ფორმალურად ომი არ ქონია გამოცხადებული ოსმალეთის წინააღმდეგ. ამიტომ ამერიკის ელჩი მორგენთაუ, წარმოშობით ებრაელი, სხვათა შორის ებრაელი ამერიკელი, რჩებოდა კონსტანტინოპოლში და ამერიკული მისიონერული, ასე რომ ვთქვათ, ეს მისიები ხო, რაღაც პროტესტანტული და ზოგადად ეს მისიონერების ამბავი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ მთელ ანატოლიაში ჰქონდათ კოლეჯები და ამავე დროს პირველ რიგში არამუსლიმების განათლების ძალიან მნიშვნელოვანი წყარო იყო ეს კოლეჯები და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ისინი ასე აქტიურად ჩაებდნენ რეფორმისტულ პროცესში და თანამედროვე იდეოლოგიებს აუწყეს ფეხი, სწორედ ეს მისიონერული სკოლები იყო და არამუსლიმებს აქ ფორას ისიც აძლევდა, რომ ამ მისიონერთა სკოლებში მუსლიმი მოწაფეების სწავლა ფაქტობრივად ბოლო პერიოდამდე აკრძალული იყო და მარტო მე-20 საუკუნეში ხდება ის, რომ იგივე რობერტის კოლეჯი და სხვები მუსლიმებისთვის გაიხსნა.
კი ბატონო, და ეს ხალხი ხდება მთავარი წყარო, ვინც აღწერს ამ გენოციდს და ასევე გერმანელები, იოჰანეს ლეფსიუსი მაგალითად, ხო, რომლებიც აღწერენ ამ გენოციდის მიმდინარეობას და აი მორგენთაუ მივიდა თალაათთან. თვითონ იგონოს მორგენთაუ და ნუ უთხრა რასაკეთებთ, ანუ ეს გენოციდი როცა დაიწყო, რასაკეთებთ და თალაათმა უპასუხა, რომ ისინი სხვაგან ვერ იცხოვრებენ, მათ უნდა იცხოვრონ უდაბნოში. და რას ნიშნავს ახლა ეს უდაბნოში ცხოვრება? დეირ-ეს-ზორში დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე დეპორტაცია და ამიტომაცაა რომ თურქეთში ეს ეგრეთ წოდებული შუაშისტური ნარატივია, რომ უბრალოდ დეირ-ეს-ზორში გადავასახლეთ და გზაში თუ დაიხოცნენ რა ვქნათ. რა ჩვენი ბრალია. მაგრამ ახლა სანამ გზაში დახოცვამდე მივალთ, როგორ დაიწყო ეს პროცესი უნდა მოვიგონოთ. და რატომ არის 24 აპრილი 1915 წლის 24 აპრილი ამ გენოციდის დღეთ მიჩნეული სომხების მიერ, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლში, ანუ სტამბულში ცხოვრობენ ყველაზე მდიდარი, განათლებული, წარმატებული სომხები, ხო? როგორც ბიზნესმენები, პარლამენტარები, სხვათა შორის, განმანათლებლები, სხვადასხვა. ანუ პირველ რიგში დაახლოებით 300 კაცი, ესენი დააპატიმრეს და გაანადგურეს. ანუ პირველი ერის გონება. დაიწყო ინტელიგენციის დაკავებით და მათმა უმეტესობამ ანატოლიამდეც ვერ მიაღწია, ანკარასთან ახლოს დახოცეს. კი ბატონო. პირველი, ანუ გაუთიშეს გონება, ვინც იყო ინტელექტუალური ელიტა და მეორე, ოსმალეთის ჯარში მომსახურე სომხებს აყარეს იარაღი და მეორე იყო ეს. ანუ ჯერ გონება გაუთიშეს და მერე კუნთები. ხო რომ ანუ რო ვერ აჯანყებულიყვნენ, ვინ უნდა აჯანყებულიყო, ეს იარაღიანი ხალხი უნდა აჯანყებულიყო, ხო, ამ ხოცვის პერიოდში. მაგრამ ამას პირველ რიგში ჯარისკაცებს წაართვეს იარაღი და შემდეგ გადავიდნენ უკვე მასობრივად ქალებზე, ბავშვებზე და ნუ რიგით გლეხებზე. პარადოქსი ის არის, რომ რეალურად, სადაც სომხები რეალურად აჯანყდნენ, ანუ რუსეთის ჯარის სადაც ახლოს იყო იმ რაიონებში, სწორედ იქ მოახერხა სომხური მოსახლეობის საკმაო ნაწილმა, რომ შემდეგ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე გადასულიყო. იგივე ვანში მაგალითად, სადაც ადგილობრივი სომხების დიდი ნაწილი შეიარაღებული იყო უკვე და რუსების შემოსვლასთან ერთად მე გასვლა შეძლეს მოსახლეობასთან ერთად დიდწილად. და თურქეთის დასავლეთში, სტამბულში და εκεί ასეთი რამ ველოდ ვერ მოხდა, იმიტომ რომ იქაური მოსახლეობა უბრალოდ არ აჯანყებულა. კი ბატონო. და ეს სხვათა შორის სომხები მხოლოდ 1915 წელს არ უწოდებენ გენოციდის წელს. სომხურ ისტორიოგრაფიაში გენოციდის წლები არის 1915-დან 23 წლამდე. ხო, ანუ ისინი ათათურქის მართლობის პერიოდით შემოყავთ. მართალი თვალტყუილი არ არის და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, ვინაიდან შემდეგ უკვე მოხდა რა. ეს სომხების დამტოვარი ქონება აითვისეს ეს ადგილობრივმა მუსლიმებმა და შემდეგ უკვე რესპუბლიკის პირველ პერიოდში ეს მსხვილი მიწათმფლობელების და მსხვილი ფეოდალების გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იყო, რომ ანუ ეს სომხებსგან დამტოვარი მიწები აითვისეს და ახალ ფეოდალებად იქცნენ. და შემდეგ უკვე ათათურქს, როდესაც სჭირდებოდა ამ ხალხის მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ის სომხებიც, რომლებაც დაბრუნებას სცადეს, ან დახოცეს, ან აიძულეს, რომ დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე, მაშინდელი საფრანგეთის მანდატის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. ანუ სომხური ისტორიოგრაფია ამ ფაქტის გამო მოიაზრებს ამ ყველაფერს გენოციდის გაგრძელებად. ხო, იმიტომ რომ ახლა ეს 23 რატო ხდება, ანუ ეთნიკური ჰომოგენიზაცია მიდის ეთნიკური უფრო ზუსტად თურქეთისა და მაგრამ რეალურად ეს ძალიან საინტერესო ეთნორელიგიური შეიძლება ითქვას. უფრო სწორად მოხდა რა, რეალურად თანამედროვე თურქეთის საშენ-მასალად ოსმალეთის იმპერიის მუსლიმი მილეთი იქნა აღებული და აქ რეალურად ხდება ერთი მხრივ მუსლიმების მობილიზაცია და მეორე მხრივ მათთვის ამ ახალი თურქული იდენტობის ზემოდან თავს მოხვევა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აქ არ არსებობდა რეალური ეთნიკური თურქული იდენტობა ხალხის მასებში, ფაქტობრივად მთელი ეს თურქულ ბერძნული ომი და თურქეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის წარმოებდა ისლამისტური სლოგანებით და ეს ათათურქიც თავად ამ ისლამურ რიტორიკას იყენებდა მანამ სანამ არ მოახერხა ქურთი ელიტების საკმაო ნაწილის კოოპტაცია და არ იგრძნო თავი საკმარისად უსაფრთხოდ იმისათვის, რომ ღიად დაეწყო თურქული ეროვნული პროექტის მშენებლობა. აი, მაგასაც უნდა შევეხოთ, სანდრო. ესე იგი, ჯერ კიდევ აბდულჰამიდი, მაგრამ მერე კიდევ უფრო ფაშები იყენებდნენ მუსლიმ ქურთებს აი ამ სომხების სადევნელად და მერე ამ სომხების ქონების დიდ ნაწილზე
დიახ. დასახლდნენ ქურთები. კი, იგივე მაგალითად დღეს იგივე ვანში და იქ მაგალითად ქურთების აბსოლუტური უმრავლესობა 1915 წლამდე მომთაბარე იყო და შემდეგ უკვე მათი სომხების ნასახლარზე ხდება მათი სედენტარიზაცია. ესე იგი, შეხედე როგორ არის, რომ ათათურქმა კი დაიწყო ჰომოგენური თურქული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველა თურქი და ყველა მუსლიმი უნდა იყოს და ანუ სომხები განიდევდნენ, ანუ დაიხოცნენ ან განიდევნენ, ბერძნების, ქრისტიანი ბერძნების გასახლება ხდება და ის არ ეხება ქურთებს, რადგანაც ის თulis რომ ქურთები არ არიან საკმარისად განვითარებული, ეს ერი არ არის ჯერ და მუსლიმები არიან და ამათი ასიმილაცია მოხერხდება და უკვე 1925 წელსვე ათათურქი პირველ ცივშხაპს იღებს ქურთებთან მიმართებაში, როგორც კი გაუქმდა სახალიფო, მაშინვე გაირკვა რომ თურმე ქურთები იყვნენ არა თურქების, არამედ სულთანი ხალიფის ერთგულები. აი სახალიფო უნდა ახსნათ. და 1925 სახალიფო ეს იყო ოსმალეთის იმპერიის სახალიფო ეს არის ოფიციალურად ინსტიტუცია, რომელიც ერთგვარი რომის პაპია სუნიტი მუსლიმებისთვის, მათი სულიერი ლიდერია და მას შემდეგ როგორც არაბების იმპერიაში რომ ხალიფა სულიერი ლიდერიც იყო სამოქალაქოსთან ერთად, ანალოგურად ოსმალეთის სულთანი წელს როდესაც სულთანმა სელიმ პირველმა დაიპყრო ეგვიპტე და დაამხო ბოლო აბასიანი ხალიფა, მას შემდეგ მისი ხალიფის ტიტული საკუთარ თავს თვითონ გადასცა. მაგრამ აქ ერთი ძალიან დიდი პრობლემა იყო ის, რომ ოსმალეთის ხალიფას მართალია ცნობდნენ ქურთები, მაგრამ არაბები მას არ ცნობდნენ, ვინაიდან ოსმალეთის სულთანი არ იყო მუჰამედის შთამომავალი და თუ კი ადამიანი არ არის მუჰამედის შთამომავალი, პირველ რიგში არაბებისათვის ის ჭეშმარიტი ხალიფა ვერ იქნება. სტატისტიკაზე რო ვილაპარაკოთ ცოტა. ანუ აქ არის უამრავ ადამიანურ ტრაგედიაზე საუბარი, ხო? ესე იგი, მსოფლიო ომის წინ ოსმალეთის იმპერიაში ცხოვრობდა დაახლოებით 2.100.000 სომეხი. დაახლოებით. ამ გენოციდის შემდეგ აღარ ცხოვრობდა არავინ ფაქტობრივად. ანუ რაც არის უდავო, რომ 2.100.000 კაცი ადამიანი გაქრა. სადღაც 100.000 ადამიანი დარჩა სტამბოლში და მის შემოგარენში, ანატოლიაში დარჩა რამდენიმე სოფელი და და სირიის ტერიტორიას და რუსეთის იმპერიას სადღაც 9 მილიონმა მიაღწია. ანუ ეს 1.5 მილიონი ციფრი ამ ცოცხლად გადარჩენილების გამოკლებით მიღებული სავარაუდო რიცხვია. ხო, ანუ შეხედე როგორ არის, რომ ანუ სომხები ამბობენ, რომ 1.5 მილიონი ადამიანი დახოცეს დაახლოებით და ამაზე არის თქვა სპეკულაცია, რომ არა 1.800.000 შეიძლება მილიონი იყოს, 1.200.000. ამას ეხლა ყველა თითოეული ტრაგედია უდიდესი ტრაგედია არის. და ნუ რა 100.000 რო ყოფილიყო ცოტაა, ხო? ანუ ესეთი ბოროტება სამხრეთ კავკასიის არც ერთ ერს არ გამოუვლია, რომ ეს მასობრივი ხოცვა-შლეტვა რომელიც იყო. და ნუ ახლა რამდენი გადარჩა ეს უკვე თქო დაახლოებით 9 მილიონი ან 600.000 ან ცოტა შეიძლება 800.000 ადამიანის გადარჩა, მაგრამ უმრავლესობა დაიხოცა. როგორ დაიხოცა? მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ. ბევრნაირად ნაწილი პოგრომებში, ნაწილი მართლაც დეირეზურისკენ მარშისკენ, ნაწილი სადგურზე გამოიყვანეს სახლებიდან და დააწყებინეს მარშირება, ზაფხული არის და დააწყებინეს მარშირება ამ უდაბნოებზე, სამხრეთისკენ, ლიბანისკენ მიყავთ. და იყო მთელი რიგი წერტილები, სადაც ვერანაირ სირიამდე ვერ მიაღწეს იქვე დახოს. ანკარასთან ახლოს არის ესეთი ადგილი აიაში, იქ, სივასთან ახლოს ცენტრალურ ანატოლიაში. დღევანდელი დიარბაქირის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ესეთი ადგილი პალუ, იქ პალუში ხიდია და ელაზığში როცა ვიყავი, მომისმენია ისტორიები, პალუს ხიდთან რომ ითევზაო შეიძლება თავის ქალა მოჰყვესო. და ფოლკლორში ბოლომდე დარჩენილი, ანუ თავის დროზე როგორ წამოიყვანეს სომხები და რაღაც. ანუ ამ რეგიონებში, ისეთ ადგილებშიც კი სადაც წესით არ უნდა იყოს, ფოლკლორში ამის ხსოვნა ცოცხალია. რა თქმა უნდა. და რაც შეეხება იმას, თუ საიდან მივედით ამ 1.5 მილიონამდე, საქმე ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენი დაიხოცა, ეს არ აღირიცხებოდა. რამდენმა მიაღწია იგივე საფრანგეთის მანდატის ტერიტორიას, რამდენმა მიაღწია იგივე რუსეთის იმპერიის ტერიტორიას და ასე შემდეგ, ეს აღირიცხებოდა და სწორედ ამ გადარჩენილების სტატისტიკური მონაცემები რომ ხელმისაწვდომი აქედან გაჩნდა ეს ამას 1.5 მილიონი ციფრი. და გადარჩენილებზე სხვათა შორის რიჩარდ ჰოვანესიანმა, რომელიც სომხური არმენოლოგიის დამფუძნებელი არის ფაქტობრივად ამერიკაში, აწლეულების განმავლობაში სწავლობდა ამას და ჩაწერა 1000-ობით ინტერვიუ გადარჩენილებთან და გადარჩენილების შვილებთან.
და სულთა სოციოლოგიურად შეიკრა ეს მასალა, სტატისტიკურად, რა ისტორიები, როგორ გადარჩა ეს ხალხი. ფაქტობრივად ყველა ვიღაცის მიერ არის გადარჩენილი. ანუ ზოგი სიკეთით გადარჩა, ზოგმა, თქვათ, არაბმა ბედუინმა გადაწყვიტა, რომ სომეხი ბავშვი წყემსად დაესაქმებინა თავისთან. ზოგმა უშვილომ იშვილა, ზოგმა ასე რომ თქვათ, ხელის ბიჭად და კარის მოსამსახურედ დაიყენა. და ეს ხალხი რაღაცნაირად თითო-თითოდ გამოიქცა და დააღწიეს ამას თავი. ამის შემდეგ უკვე გავდივართ გენოციდის მეხსიერებაზე. სომეხ ერს, რომელიც დღესაც დიდწილად დიასპორების ერი არის, იმიტომ რომ ბევრად მეტი სომეხი ცხოვრობს სომხეთის გარეთ, ვიდრე სომხეთში. აი, ჩემი სომეხი კოლეგები, ამერიკელი სომეხი კოლეგები მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ შუსო ქართველებისო, რომ ქართველების 90% საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, უკვე აღარ გვაქვს ეგ რეალობა, მაგრამ მაინც უმრავლესობა ქართველები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, რაც ისტორიულად სომხებს სამწუხაროდ არ აქვთ ეს მოცემულობა. თვითონ ტერმინი გენოციდი საერთაშორისო სამართალში ჩნდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წლიდან. მანამდე ამას ხოცვაჟლეტვას, ბოროტებას და ასე შემდეგ უწოდებენ, ხოლო 1945 წლის შემდეგ ხდება ეს ტერმინი გენოციდი და მისი აღნიშვნა. და ეს გენოციდის მეხსიერება, როგორც თქვათ, ებრაელებს სარწმუნოება და ჰოლოკოსტის მეხსიერება კრავს მთელი მსოფლიოს გარშემო. ანალოგიურად გენოციდი არის ის, რაც მთელ სომხებს კრავს და ეს არის ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი მარკერი. თქვათ, სარწმუნოება, ენა, გენოციდი, ყარაბაღი. აი ეს 4 ყველაზე მნიშვნელოვანი სვეტი სომხური იდენტობისა, ხო? და რაც სხვათა შორის საბჭოთა სომხეთში დარჩენილ ადამიანებს და ემიგრაციის სომხებს მთელი ამ საბჭოთა მმართველობის პერიოდში აერთიანებდა და საბჭოთა კავშირს თავისი პოლიტიკა ჰქონდა ამ გენოციდის მეხსიერებასთან დაკავშირებით. აი მაგალითად 1945 წლის შემდეგ, რაც დამთავრდა მსოფლიო ომი, სტალინს ჰქონდა ამბიცია, რომ რუსეთის იმპერიის ძველი ამბიციები, ძველი ტერიტორიები აღედგინა სრულად. მათ შორის სტამბოლის დაპყრობით, ხო, მსოფლიო ომის შემდეგ. მათ შორის აი ეს ქართულ სომხური ტერიტორიები, რაც ტაო-კლარჯეთი და ეს ერზრუმი და ყარსი და ეს მიწები, რომ ესე იგი შემოერთებინა საბჭოთა კავშირს, უბრალოდ მერე ჰარი ტრუმანის დოქტრინა გამოვიდა, ნატო შეიქმნა, ბირთვული იარაღი შექმნა ამერიკამ და სტალინმა ვეღარ გაბედა მიწების აღება, თორე კამპანია იყო საბჭოთა საქართველოში და საბჭოთა სომხეთში ამ მიწების დასაბრუნებლად, ხო, იქ საქართველოს და სომხეთის პატრიარქები ამბიონიდან ქადაგებდნენ ამაზე მწერლები, აი გრიგოლ აბაშიძემ დაწერა წერილი ტრაპიზონის ოლქკომი. ისა წერილი კი არა, ლექსი ტრაპიზონის ოლქკომი, 20 თუ 20ნება ტრაპიზონის ოლქკომზე და აქ ეს პერსონაჟი ოლქკომის მდივანი ლაზია, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონში დღეს ლაზურენოვანი მოსახლეობა აღარ არის. და სხვათა შორის აი ამ გენოციდის საკითხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააერთიანა დაშნაკური რადიკალი ანტისაბჭოთა ემიგრაცია და საბჭოთა სომხეთიც. და იქ სტალინის დროს იყო კამპანია სომხებს იზიდავდნენ და პირდებოდნენ, რომ დაბრუნდით, რომ აქ ყველაფერი კარგად არის და ეს მიწებიც დაბრუნდება. თუმცა ნუ მე როგორც თქვით, უკვე ტრუმანის დოქტრინის შედეგად სტალინმა ვეღარ გაბედა თურქეთში შეჭრა. მაგრამ მანამდე ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გამოვტოვეთ, რაც არის ოპერაცია ნემესისი, რომელიც ჩაატარეს სომხებმა. ეს ბერძნული ღვთაების მიხედვით არის დარქმეული ეს სახელი და აი ამ მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ვისაც კი სომხების ხოცვა-ჟლეტვაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული, სათითაოდ ზდიეს და გაანადგურეს ფიზიკურად. თალათ ფაშა, რომელიც ითვლება, რომ მთავარი ორგანიზატორი იყო გენოციდისა,
ბერლინში მოკლა ესეთმა კაცმა სოლომონ საღათელიანი. სოლომონ თეხილიანი იყო. თეხილიანი, ხო? თუ საღათელიანი მას. არა, თეხილიანი იყო. და ის გერმანულ სასამართლომ გაამართლა. და ნუ ესე იგი მისი ძეგლი რაღაც ამერიკაში არის დასაფლავებული, ძეგლი არის დადგმული მის საფლავზე და სომხებისთვის ეროვნული სიამაყის წყარო არის. სხვათა შორის თბილისში მოკლეს ჯამალ-ფაშა ინგოროყვას ქუჩაზე. საინტერესო არის, რამდენიმე წლის წინ უკვე ხელისუფლება იყო, რამდენიმე წლის წინ თურქებმა რასაკვირველია თბილისის მერის თანხმობით გააკეთეს აბრა, რომ აქ მოკლეს დიდი თურქი მოღვაწე ჯამალ-ფაშა და ამაზე ანუ არის საქართველოში ეს ისტორია არიციან, გამიგე საქმე ეგ არის. და სკანდალებთან ვართ ხოლმე ახლოს. და ნუ სომხებმა ერთი ამბავი ატეხეს, რომ გენოციდის ორგანიზატორს რა აბრა გაუკეთეთ, ხო არ გაგიჟდით, მე ამ აბრის ჩამოხსნა მოუწიათ. თბილისშივე მოკლეს აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ხან ხოისკი, რომელსაც ბრალად ედებოდა სომხების პოგრომები ბაქოში 1918 წელს. ენვერ-ფაშა ცენტრალურ აზიაში მოკვდა, ის სომხების მოკლული არ ყოფილა, ბასმაჩების აჯანყებაში თავის საბოლოო იდეალების განხორციელებას გადაჰყვა და მანამდე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცას გააკეთა, იგივე ესწრებოდა კომუნისტების მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთის მშრომელთა კონგრესს ბაქოში, საბჭოთა კავშირთან ერთად თანამშრომლობდა და ბოლოს ბასმაჩებთან ჰპოვა აღსასრული. ხო და თუმცა გაწყვეტინებ და სანამ ნემეზისამდე მივიდოდა საქმე, იყო მცდელობა, რომ ამ სომხების გენოციდში ბრალდებულები გაესამართლებინათ. მაგრამ ვინაიდან ეს ცნობილი ფიგურები ენვერი, თალათი და ჯემალი არც გერმანიამ და არც საბჭოთა კავშირმა არ გადასცა გამარჯვებულ მოკავშირეებს, გაასამართლეს რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ორი მათგანი ბოაზლიანის ქაიმაქამი, ანუ გამგებელი ქემალი და ურფას მუთასარეფი, ანუ ურფას რაღაც ვიცე-გუბერნატორის მაგვარი ნუსრეთი ჩამოახრჩეს, მაგრამ იმდენად პრობლემურად ჩატარდა ორივე ამ ადამიანის სასამართლო, რომ საბოლოო ჯამში ამან თურქებში ძალიან სერიოზული გულისწყრომა გამოიწვია და ნაციონალისტური მობილიზაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტად იქცა. და ამის შემდეგ უკვე სომხებმა, რადგანაც იურიდიულად ვერ შეძლეს იმის მოპოვება, რაც მათთვის სამართლიანობად ჩაითვლებოდა, უკვე ამის შემდეგ იწყება ამ ოპერაცია ნემეზისის გეგმებზე მუშაობა. კი ბატონო, ეხლა მე მინდა კიდე ერთ რამეს გაუსვა ხაზი. ამ ისტორიას ჩვენ რო ყვებით, საქართველოს მე რამდენადაც ვიცი, ვერცეთ უნივერსიტეტში ვერ ისწავლი ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც გასწავლიან უშუალო მეზობლების სომხეთის და აზერბაიჯანის ისტორიას. მე სამი ეტაპი ისე დავამთავრე, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის ისტორია საერთოდ არ მისწავლია. ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდებოდა და იქ სომხეთის და აზერბაიჯანის ისტორია შენ ფაკულტეტზე არის მიკერებული, აღმოსავლეთ ცოდნების ფაკულტეტზე და კავშირი არ ქონდა ისტორიკოსებთან. და ისეთი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი რომ გეგონება სადღაც ახალ ზელანდიასთან ახლო-მახლო ხდებოდეს ეს ამბავი. ძალიან ნაკლები ცოდნა არის ამისი და შესაბამისად ვიღებთ ისეთ შედეგებს, ხო რომ ჯამალ-ფაშას ის რო გააკეთეს ისე ზოგადად საკუთარი გეოგრაფიული შეგრძნების აღქმა თანამედროვე ქართულ ნარატივებში ძალიან კარგი სადოქტორო ნაშრომის თემაა. ვინც დაწერს და ვიცი რომ ვიღაც დაწერს, წინ და წინვე წარმატებებს ვუსურვებ. კიდე ერთი ამბავი იყო აქ 2017 წელი იყო თუ არ ვცდები, მაშინ ჯიპაში ვასწავლიდი მე და კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. და ჩავიდა ერევანში ვიზიტად და ეხლა ერევანში ვინც ჩადის, როგორც ჩვენთან გმირთა მემორიალთან სავალდებულოა გასვლა და გვირგვინის მიტანა, ისე ყველასთვის სავალდებულო არის წიწარნაკაბერდის მთაზე გენოციდის მემორიალზე მისვლა. და ამას ყოველთვის აკეთებდნენ საქართველოს მთავრობები და ხელმძღვანელები, უბრალოდ ეს არ შუქდებოდა, ან შუქდებოდა შესაბამისი ნარატივით. ანუ სიტყვა გენოციდი
არ იხმარებოდა და როგორც ჩანს მის პრესსამსახურში მაშინ არ იცოდნენ ეს და Facebook-ზე გაჩნდა პრემიერ-მინისტრის გვერდზე პოსტები, რომ გიორგი კვირიკაშვილმა სომეხთა გენოციდის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მაშინ ჩემმა ერთმა სტუდენტმა, რომელსაც ჩემთან ეს კურსი ჰქონდა გავლილი, ნახა ეს, იცნობდა ვიღაცას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში და სასწრაფოდ დაურეკა და უთხრა, რომ სანამ დიპლომატიური სკანდალი დაიწყო, აიღეთ. და რამდენიმე წუთში აიღეს, მაგრამ ეს იყო უბრალოდ შემთხვევითი დამთხოვა, ხო? ხა ეს გენოციდის მეხსიერება იმდენად მნიშვნელოვანი, ან მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები მოხდა 100 წლის წინ, არის უკიდურესად პოლიტიკური თემა, სადაც ისტორიკოსისთვის ძალიან ძნელია საუბარი ამაზე. ხო, იმიტომ რომ ტერმინი გენოციდს ახსენებ თუ არ ახსენებ, ამითი განისჯება შენ ან სომხურ მხარეს ხარ, ან თურქულ მხარეს ხარ. თუ გენოციდს იყენებ ტერმინს, ესე იგი პროსომეხი ხარ, თუ არ იყენებ პროთურქი ხარ, ხო? არა და ანუ შინ მთელ ეს ამხელა პროცესი რას ახსენი, რჩება ყურადღების მიღმა. იმიტომ რომ ამაზე არის ყველაფერი, პოლიტიკურად ამაზე არის დამოკიდებული, აღიარებ თუ არ აღიარებ გენოციდს. ეხლა საქართველოს გენოციდი არ აქვს აღიარებული, იმიტომ რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ კორიდორი რაც გვაქვს ეს აზერბაიჯანიდან თურქეთამდე ეს შევინარჩუნოთ და ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობა გვჭირდება. მე რო ვიყო, თქვა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ეს თავისუფლად ვერ ვილაპარაკებდი და ვერც მე ვერ აღიარებდი, მაგრამ მე ვარ ისტორიკოსი, მეცნიერი ვარ და ანუ იმის მიხედვით რაც მოხდა და რასაც ისტორიული დოკუმენტები გვეუბნებიან, ცალსახად ეს არის გენოციდი. ხო, ყველა კრიტერიუმით გენოციდი არის, 2,100,000 კაცი გაქრა. ხო და მათი უდიდესი უმრავლესობა, ანუ გენოციდი რა არის საერთოდ? მიზანმიმართული ნებისმიერი რელიგიური, ეთნიკური, სოციალური თუ სხვადასხვა ჯგუფის ფიზიკური განადგურების მცდელობა. ხო, ანუ ეს აშკარად იყო და აშკარად ჰქონდა, მაგრამ ეხლა რა ხდება, რომ ეს სომხური სახელმწიფოც 90-იან წლებიდან მოყოლებული და განსაკუთრებით სომხური ემიგრაცია და ეს ემიგრაცია ხო იმათ შთამომავლები არიან, კაც ვინც გადარჩა და ამ მეხსიერებით არიან ეს სომხები. ირანელების გარდა. და ნუ ახალი ემიგრაციის გარდა, რომელიც მაგრამ ახალი ემიგრაცია თავის დროზე შეიძლება ყოფილიყო სომხეთში, დღევანდელ სომხეთში გაქცეულების შემავალი. კი ბატონო. და არის ეს ბრძოლა. მუდმივი ბრძოლა განსაკუთრებით ამერიკის ტერიტორიაზე, ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიაზე და სომხები თავიანთი საკმაოდ ძლიერი ლობის მეშვეობით ახერხებენ ხოლმე წარმატების მიღწევას. მაგალითად, საფრანგეთში გენოციდის უარყოფა არის კრიმინალიზებული. 1 წელი ციხე არის თუ შენ უარყოფ სომხების გენოციდს. და ამერიკაში, სადაც ყველაზე ძლიერი არის ეს სომხური ლობი, განსაკუთრებით კალიფორნიის შტატში, 10 წლების განმავლობაში მიდიოდა ამის ლობირება და აქეთ და იქით ამ მხარეს დაკაჩვა, ხო? აი მაგალითად ბერნარდ ლუისი, ესეთი აღმოსავლეთმცოდნე მეცნიერი, რომელმაც 1960-იან წლებში ტომები დაწერა ამ გენოციდზე და გენოციდს ამბობდა და გენოციდს აღიარებდა, უცებ 1970-იან წლებში გადახტა რატომღაც მეორე მხარეს და უკვე გენოციდის უარყოფის შესახებ დაიწყო წერა. მე მახსენდება ჩემი უფროსი მეგობრის რიჩარდ ჰოვანესიანის გამოსვლა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. ამ კაცს აქვს არმენოლოგია მის დაფუძნებულია ამერიკაში, უზარმაზარი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ ისტორიული სომხური ქალაქების შესახების თავისი სერია თუნდაც 16 ტომი აქვს დაწერილი. სტარონი, ხარპუტი, ვანი და ასე შემდეგ. სომხეთის რესპუბლიკის 4 ტომეული და რაღაც ნაწილის თურქული თარგმანები მაქვს. რაღაცების ინგლისური ვერსიები. და ამხელა რამე აქვს კაც გაკეთებული და ესეთი რაღაცა თქვა, რომ ჩემი მოღვაწეობის გვირგვინიო იყო შემდეგი რამო, რომ თურქებმა მის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში გადაწყვიტეს კათედრის დაარსება. და მე ვიცოდი, რომ ეს კათედრა შემდეგ, ანუ ეს კალიფორნიის უნივერსიტეტი არის ყველაზე ძლიერი არმენოლოგიური სწავლებების სომხეთის შესწავლის ცენტრი ამ კალიფორნიის უნივერსიტეტში და იქ დაუპირეს თურქებმა კათედრის გახსნა, იმიტომ რომ დიდ ფულს იხდიდნენ.
და მე ვიცოდიო რომ ეს კათედრაო შემდეგო გახდებოდა პროპაგანდის და ამ გენოციდის გამართლების სტენფორდის თურქოლოგიის ჩეირე. კი ბატონო. და მეო ბევრი ვიბრძოლეო, ავიყოლიო ვიღაც ახალგაზრდა ამერიკელებიცო და ამ საუნივერსიტეტო საბჭოს დომაზე 23 ხმით 22-ის წინააღმდეგო თუ არ ვცდები ესეთი ციფრი თქვა, ჩვენ მოვახერხეთ რომ ეს დაგვებლოკა. ხო, ანუ წარმოვიდგინოთ რა ტიპის შეტაკებებზე არის აქ საუბარი. ეხლა რისი ეშინიათ თურქებს ამ აღიარების საკითხში, ხო? იმიტომ რომ თუ აღიარება მოხდა გენოციდის, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც გერმანელებმა ებრაელებს გადაუხადეს კომპენსაცია, ხო, 1.5 მილიონი ადამიანის მკვლელობაზე რამხელა კომპენსაცია იქნება გადასახდელი, ხო? ეს ერთი. მეორე, თუ აღიარებ რომ ეს ხალხი გაყარე იქიდან და დახოცე, რეპატრიაციის უფლება ჩნდება. ხო, ბუნებრივია, სადაც ამ რეპატრიაციასთან რეპატრიაციას უნდა მოხდეს, იქ ხალხი დასახლდა. ხო, ძირითადად ქურთები და ამას სხვათა შორის ქურთული მოძრაობა ძალიან საინტერესო რაღაცას უპირისპირებს, რომ ანუ ისინი აღიარებენ სომხებისავე ისტორიულ უფლებასაც ამ რეგიონებში, გენოციდსაც აღიარებენ თურქეთში მოქმედი ქურთული პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები და ამ მხრივ თურქული სახელმწიფოს საკმაოდ საპირისპირო რიტორიკას ატარებენ და თურქეთის ქურთული მოძრაობის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმაც და ვეტერანმა პოლიტიკოსმა აჰმედ თურქმა ქურთიერის სახელით ბოდიშიც მოუხადა სომხებს. ცნობილი ამბავი იყო თავის დროზე. ანუ ქურთები ძალიან კარგად ახდენენ ამის ინსტრუმენტალიზაციას და თურქების შიშს ეგეც განაპირობებს და აქ ერთი დეტალიც არის თან, რომ საბჭოთა პერიოდში ბევრად უფრო წინა პლანზე იყო შესაძლო ტერიტორიული პრეტენზიები, ვიდრე დღეს, ვინაიდან განსხვავებით დღევანდელი სომხეთისაგან, მაშინდელი საბჭოთა კავშირი რეალური საფრთხე იყო. რა თქმა უნდა. ქურთები, რომლებზეც ათათურქი ფიქრობდა, რომ ეს ერი არ არის, ამათი ასიმილაცია შეიძლება რადგან მუსლიმები არიან, ისინი დაეხმარნენ ამ სომხების ხოცვაში. მერე ეს ქურთები ხდებიან მოდერნული ერი, თავიანთი კოლექტიური მეხსიერებით, ისტორიით და ენით და ასე შემდეგ და უკვე სომხების შემდეგ იწყება მათზე პრესი. და ქურთები ეს რამეს ამბობენ, რომ ბევრი ქურთი მინახავს, რომელსაც ბოდიში მოუხდია სომხების წინაშე ამ გენოციდში მონაწილეობისთვის. ეს რაღაცას ამბობდნენ, რომ სომხებმა, ესე იგი, თურქებმა ცნობილი ფრაზაა, სომხებმა გვითხრეს, ჩვენ საუზმე ვართ, თქვენ სადილად შეგჭამენო. ხო. და ეს ჩვენ სადილად გჭამენ ახლა თურქებიო. და აი ეხლა 80 ეს ხო საბჭოთა პოლიტიკაზე რო გავაგრძელოთ, წიწარნაკაბერდი არის აქ ერთ-ერთ პანელზე გამოსახული, ეს არის როგორც ვთქვა, თაწმინდა ხო რაღაცა მთა დედაქალაქის განაპირას, ეს ერევნის განაპირას ეს არის მთა წიწარნაკაბერდის 1965 წელს ერევანში, საბჭოთა ერევანში გაიმართა დიდი დემონსტრაცია გენოციდის აღიარების და ყარაბაღის სომხეთთან მიერთების მოთხოვნით. ეხლა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა 1956 წელს გაიმართა თბილისში აქცია, ამ აქციას გაუმასპინძლდნენ ტყუებით და ხალხი დახოცეს, ხო? თორე ახლა საბჭოთა კავშირში ხალხმრავალი აქციები გამართო, არ არის ეგეთი. ნოვოჩერკასკის ეს პერიოდი იყო 63. კი, 62 თუ არ ვთქვი ნოვოჩერკასკი. ხალხი დახოცეს, ხო? ნოვოჩერკასკი, თბილისი, ხალხი იხოცება. მაგრამ 65 წელს არათუ ხალხი არ დაუხოცავთ, არამედ დააჯილდოვეს ეს გამოსვლა იმითი, რომ 2 წელიწადში ამ მთაზე აღიმართა გენოციდის მემორიალი 65 წელს იმიტომ გაიმართა ეს 50 წლის თავი იყო გენოციდისა. აღიმართა ეს გენოციდის ობელისკი და ნუ მერე უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში გაიხსნა გენოციდის მუზეუმი და კვლევითი ინსტიტუტი არის იქ და როგორც ვთქვით ყველა უცხოური დელეგაციისთვის სავალდებულო არის იქ მისვლა და ყვავილების მიტანა. 2015 წელს სომხეთის პატრიარქმა გარეგინ მეორემ 1.5 მილიონი სომეხი გენოციდის მსხვერპლი წმინდანად შერაცხა. ესე იგი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოხდა გენოციდის აღიარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს
ანუ აი ამ სომხური ლობის მიზანი არის, რომ ისეთ ალყაში მოაქციოს თურქეთი, დიპლომატიურ ალყაში, სადაც ყველა აღიარებს და სადაც თურქეთს უკვე არ აღიარება გაუჭირდება. ხო, მაგრამ თურქები ამაზე არ წავლენ, იმიტომ რომ მე დომინოს პრინციპით განვითარდება, ხო, ეს მოვლენები, იმიტომ რომ თუ აღიარებს, შემდეგ უკვე კომპენსაციის გადახდაც მოუწევს, ანუ თუ დახოცე, კომპენსაციას რატო აღარ უხდი, ხო? შემდეგ უკვე რეპატრიაციის უფლებაც შეიძლება შემოვიდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან ცენტრალური საკითხი არის, როგორც ვთქვით, საქართველოს როგორც სახელმწიფო ამას არ აღიარებს, იმიტომ რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან უნდა ურთიერთობის შენარჩუნება. არა და რეალურად ჩემი აზრით თურქეთის პირიქით ურჩევნია რომ რაღაც შუალედური ფორმულა მონახოს ვიდრე პაშინიანია სომხეთის სათავეში, ვინაიდან საომავლო პერსპექტივები ამ მხრივ მისასარგებლოდ არ მუშაობს, რადგანაც დასავლეთის ამ საკითხში დუმილი პირდაპირ დაკავშირებული იყო იმ პროდასავლური სეკულარული თურქეთის ხატთან, რომელიც დასავლეთში არსებობდა. და რადგანაც ერდოღანმა ეს მოსპო ამით ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა თურქეთის იმ მხრივ, რომ მან მოსპო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლობისტური ძალა, რომელზეც თურქული ლობი შეიძლება მდგარიყო და მეორე მომენტი კიდევ ის არის, რომ თურქული ლობი თავისი, თურქული დიასპორა თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე და სოციალური და კლასობრივი შემადგენლობიდან გამომდინარე სომხური ლობის საპირწონედ ვერ გამოდგება, რადგანაც აქ არის ერთი მხრივ 60-იან წლებში მუშებად წასულების შთამომავლები და ეს ხალხი ხშირად გერმანიაში წავიდა ისე რომ ან სხვაგან თავისი სოფლიდან რაიონულ ცენტრშიც კი არ იყო დამყოფი და ამ ხალხის ინტერესები სხვა. და არის ახალი ემიგრაცია, რომელიც პირიქით ძალიან განათლებული და ძალიან მოსურნეა იმისა, რომ ინტეგრირდეს მასპინძელ საზოგადოებაში, მაგრამ აქ არის რა მომენტი. ამ ახალი მიგრაციის ნაწილი თურქეთზე განაწყენებულია წასული ქვეყნიდან და როგორც წესი მისი შვილები დიდი ალბათობით უკვე ასიმილირებულები იქნებიან და საერთოდ უკან მიხედვაც არ უნდა. ხო, მეორე ნაწილი არის ეგრეთ წოდებული ლიბერალური ინტელიგენცია, რომელიც პირიქით ფიქრობს, გამოვნახოთ რამე ფორმულა ვაღიაროთ ჩვენც დავისვენებთ და სომხებიც. ანუ თურქეთს ლობის მხრივაც საკმაოდ სერიოზული პრობლემა აქვს და ეს რჩება მთლიანად თავად თურქეთში ვენად დაწერილი პროთურქული ნარატივების, გარკვეული პროთურქულად განწყობილი ან პირდაპირ სხვადასხვა საკითხით დაინტერესებული დასავლელების და დიპლომატების კისერზე, რაც საბოლოო ჯამში დიპლომატიურ და მეცნიერულ არენაზე სომხების წისქვილზე ასხავს. არა, შეხედე რა არის თურქების განსაკუთრებით ერდოღანის პერიოდის თურქეთის დამოკიდებულება. ორაზროვანი, ანუ თავიდან ევროკავშირთან დაახლოების პერიოდში პირიქით ტაბუირება აღებული აღარ იყო ეს თემა და პირიქით ხიად დაიწყეს საუბარი, მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც შიდა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ერდოღანი აიძულა ულტრამემარჯვენეებთან და ყოფილი ხელისუფლების ფუნქციონირებთან შეეკრა ალიანსი, შემდეგ უკვე პირიქით წინა ხელისუფლებებზეც კი უფრო რადიკალურები გახდა. ეხლა ეს ნეოტომანიზმის ფენომენი რაც შემოდის ერდოღანის მმართველობის პრობლემებში, ანუ რომანტიზაცია თავის სერიალების გადაღებით და ეს თავდაპირველად როდესაც ამ ოსმალეთის რომანტიზაცია მხოლოდ იგივე პაკისტანთან და სომალიზე გათვლილ რბილ ძალაში და სერიალებში გაგრძელა არსებობა, ხოლო ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ძალიან მარჯვნივ მოხდა გადახრა, ეს დასრულდა. ეს გახსნას დასრულდა. ხო, მაგრამ ესე იგი ერდოღანი მზად არ არის იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ჰომოგენურ თურქეთზე, რაც ათათურქმა ააშენა, ერთი მხრივ ამაზე თქვას უარი და მეორე მხრივ რომ აი ეს ოსმალური წარსული რაღაცნაირად დაგმოს, ხო, ან რაღაცა ჭრილი მიაყენოს. არა და საინტერესო ის არის, რომ ეს ოსმალური წარსულის ასე უარყოფა რეალურად უფრო გვიანდელი ფენომენია, იგივე ათათურქის პერიოდში 1936 წლამდე ახალგაზრდა თურქების რევოლუციის დღეც კი აღინიშნებოდა. ანუ ეს თანდათანობით ხდება და საბოლოო ჯამში 1980 წლის გადატრიალების შემდეგ ხდება რაღაც ანუ სახელმწიფოდან ზემოდან მოხვეული ოფიციალური კემალიზმის ოფიციალური ნარატივების და მსგავსი რამეების შექმნა და გავრცელება უბრალოდ რადგანაც ეს პერიოდი დაემთხვა თურქეთის მასობრივ ურბანიზაციას და ამ ოფიციალურ საგანმანათლებლო სისტემაში მოსახლეობის დიდი ნაწილის მასობრივ ინტეგრაციას უფრო ამან მოახერხა დომინირების მოპოვება. აი ახლა ორ ნაწილად რო გავყოთ. ერთი მხრივ სახელმწიფო ნარატივი არის, რომ ვანში, ქალაქ ვანში არის სომხების მიერ თურქების გენოციდის მუზეუმი. და მეორე არის იუდირში სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. ხო, ანუ პირიქით თურქები ამბობენ, რომ ჩვენ ჩაგვიტარეს გენოციდი. მე გუში გამოგიგზავნე კრებული. და ერთ-ერთი თეზისი ეს არის, რომ
სომხებაც დახოცეს თურქებიო, რაც გარკვეული დოზით მართლაც მოხდა, მაგრამ განსხვავებით იგივე სომხური ნარატივებისაგან თურქები რასაც თავაზობენ, თითქმის ყველაფერი არის უშუალოდ ომის პერიოდში მომხდარი და ბევრად უფრო ფართო ღია ყველანაირი სახის ინტერპრეტაციისათვის, ანუ აქაც სომხებს უპირატესობა ეძლევათ საბოლოო ჯამში აკადემიური კუთხით თუ შევხედავთ. აი ახლა სომხეთის როგორც სახელმწიფოს მდგომარეობა ერთი მხრივ გენოციდის მეორე მხრივ ყარაბაღის საკითხმა 1990-იან წლებიდან მოყოლებული ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და რას გულისხმობ აქ რომ იმდენად რამდენადაც ეს გენოციდის საკითხი დგას და ყარაბაღის საკითხი იდგა აგერ 2023 წლის ბოლომდე სომხეთი იზოლირებული ჩაკეტილი იყო აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან და ის მილსადენები თუ სატრანზიტო გზები, რომელსაც აი ისტორიული მაგალითად აბრეშუმის გზა სომხეთზე უფრო გადიოდა ვიდრე საქართველოსზე. ხო, რუკას რო დახედო ახლა იქიდან აზერბაიჯანიდან ბევრად უფრო მოკლეზე მოჭრის სომხეთზე ვიდრე საქართველოსზე, მაგრამ ეს გზა დაიკეტა საქართველოსზე გაიარა ამ ტრანზიტებმა. და ესე იგი სომხეთისთვის ფაქტობრივად ერთადერთი ფანჯარა გარეთ გასასვლელი აღმოჩნდა საქართველოს და როდესაც სომხეთს უკვე ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ უწევს დაპირისპირება რუსეთთანაც, ხო მას არ შეუძლია ერთდროულად დაუპირისპირდეს აზერბაიჯანს, თურქეთს და რუსეთს. ვის და რის იმედზე არა? და აი აქ შერბილდა სომხეთის სახელმწიფოს დამოკიდებულება გენოციდის საკითხზე. ფაშინიანი პირდაპირ ამბობს, რომ ეს პრიორიტეტად ჩვენ სახელმწიფოსთვის არ დგას და რაც ფაშინიანის წინააღმდეგ განაწყობს სომხურ ემიგრაციას, ხო? იმიტომ რომ მათთვის ეს იდენტობის მთავარი ხაზი არის, ხო? მაგრამ ჟერარ ლიბარიდიანი არის მიჩიგანის უნივერსიტეტის ესეთი პროფესორი, რომელიც გენოციდის მსხვერპლთა შთამომავალი არის, ასე რომ ვთქვათ, ლიბანელი სომეხი არის და იყო ლევონ ტერპეტროსიანის, ანუ სომხეთის პირველი ლიბარიდიანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ამ საკითხებში და ამავდროულად ტერპეტროსიანის ნარატივებიც და რეალურად წიგნი დაწერა ამაზე ლიბარიდიანმა ახლა ხანს 1-2 წლის წინ. გენოციდის მეხსიერება, პოლიტიკა და ასე შემდეგ. და ლიბარიდიანი იყო ტერპეტროსიანის უშუალო საბჭოს მდივანი და მთავარი მომლაპარაკებელი იყო აზერბაიჯანელებთან. ანუ ასე რომ ვთქვათ, აზერბაიჯანელების და თურქებისთვის ყველაზე სანდოპირი, აი როგორც უხეშად რომ ვთქვათ რა, პაატა ზაქარიაშვილი რო არის აფხაზებისთვის, დაახლოებით ეგეთი ტიპი იყო ლიბარიდიანი ამ თურქებისთვის და აზერბაიჯანელებს და ლიბარიდიანმა თქვა რომ დიასპორასო, ეხა უტრირებ რა უხეშად რომ ვთქვა, დიასპორასო რა ენაღლებაო კაცო, მაგათო საზღვრები არა აქვს, დასაცავიო, ეკონომიკა არა აქვს, ასაშენებელი, უსაფრთხოება უზრუნველსაყოფი და ასე შემდეგო და სომხეთის სახელმწიფოსო ეს ყველაფერი სჭირდებაო. და აქედან გამომდინარეო იმ დონის პრიორიტეტი ვერ იქნება სომხეთის სახელმწიფოსთვის გენოციდის აღიარება, რამდენადაც ეს შეიძლება იყოს დიასპორისთვის და ამ ხრივ რაღაცა განხეთქილება სომხეთის სახელმწიფოსა და დიასპორას შორის არის. სანდრო, ეხლა ბოლოსკენ გავიდეთ უკვე და ვთქვათ, რა შეიძლება იყოს, ჩვენ ეხლა ქართველები ვართ, ხო? და საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს იყო მოსალაპარაკებელი ველი, ასე რომ თბილისში იმართებოდა მოლაპარაკებები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. თბილისშივე იყო ქართველები იყვნენ ამიერკავკასიის ჯერ კომისარიატის ფედერაციის და სეიმის ხელმძღვანელები, იმიტომ რომ სომეხი აზერბაიჯანელს არ დაუშვებდა, აზერბაიჯანელი სომეხს არ დაუშვებდა. და ახლა ბოლო წლებშიც ერთხელ სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში გამართეს მოლაპარაკება. ანუ ქართველებს შეგვიძლია რომ ნაკლებ ემოციურად, ნეიტრალურები და მეტი საღი აზრის მქონენი ვიყოთ. თუ შეგვიძლია ახლა თუნდაც ორივე მხარეს ზემოდან ვუყურებდეთ. თუ შეგვიძლია ახლა ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს არ წარმოადგენთ და არავის და არაფერს არ წარმოადგენთ საერთოდ ორმა ადამიანმა რომელსაც ამ თემაზე საკმაოდ ბევრი წაუკითხავს თქვათ რა შეიძლება იყოს ნორმალური გამოსავალი იმისთვის რომ რეგიონში იყოს მშვიდობა. მე ვფიქრობ რომ თუ თურქეთ-სომხეთის შორის ნორმალიზაცია კომპრომისული ვარიანტის მონახვა შეიძლება უბრალოდ ერდოღანს თავისი ულტრამემარჯვენე მოკავშირეების და იმ ფრაქციების გამო ვისთანაც ურთიერთობა აქვს ამის რესურსი არ აქვს მაგრამ ერდოღანის შემდეგ იგივე იმამოღლუ ან სხვა უფრო ზომიერი ლიდერი თუ იქნება ამის საშუალება იქნება რომ ანუ ერთგვარი შუალედური ფორმულირება იქნას მონახული ან მოძებნილი ანუ ერთი მხრივ სომხური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და
ბოდიშის მოხდა, მეორე მხრივ სომხების უარი კომპენსაციაზე და რეპატრიაციაზე. ანუ რაღაც მსგავსი შუადური ფორმულის მონახვა ვფიქრობ შეიძლება და ორივე მხარე მოგებული დარჩება განსაკუთრებით სომხები და მეორე მხრივ თურქეთის სასაზღვრო რეგიონების მოსახლეობა, რომლებიც უკვე წლებია პირიქით ლობირებენ რომ ეს საზღვრები გაიხსნას და უკვე 90-იანებიდანვე ოცნებობენ იმაზე რომ ერთ დღესაც გავა ეს ძველი ეს ყარსი, ერევანი, განჯა-ბაქოს გზა, ისევ აღდგება ვაჭრობა, გაივლიან ტრაილერები და ეს ძალიან დეპრესიული რაიონები, ანუ ყარსი, იღდირი და სხვები, ისევ მნიშვნელოვან სავაჭრო წერტილებად იქცევა. ანუ ადგილობრივი მოსახლეობა რეალურად კარგახანია პირიქით ლობირებს რომ საზღვარი გაიხსნას. და რჩება სომხეთის და თურქეთის ხელისუფლებების შორის ერთ შუალედური რაღაც მოძებნა უბრალოდ. აბსოლუტურად გეთანხმები, მეც ეგ გამოსავალი მექნებოდა. და სომხები პრინციპში საქართველოს გავთხრან, რადგანაც სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი დაკეტილია, პირდაპირ ვერ გადადიან. მაგრამ საქართველოს გავლით ეს ისტორიული ტურიზმი აქვს, ხო, ბათუმიდან გადადიან და ნახულობენ თავიანთ ისტორიულ ძეგლებს და ანუ სომხებისთვის ძალიან ემოციურად ისეთი არის ძიმე ამბავია, ჯერ ერთი ერევნიდან რომ ამ არარატის მთას უყურებენ მუდმივად და მერე როცა საბჭოთა დროს დადგინდა საზღვრები ანისი, რომელიც მდინარის გადაღმა არის პირდაპირ. ხო, ანუ მდინარეზე გავიდა, არაქსზე გავიდა საზღვარი და მდინარის გადაღმა ხედავენ თავიანთ ისტორიულ დედაქალაქ ანისს. ხო და ნუ ვერ გადადიან, ვერ ნახულობენ, იმიტომ რომ მთელი ამხელა წრე უნდა გააკეთონ იმისთვის რომ იქ ჩავიდნენ. და ნუ ფიქრობ რომ საქართველოში ალბათ ცოტა მეტი შეიძლება ვიცოდეთ ამაზე, მეტი ვილაპარაკოთ ამაზე. ერთი ეპიზოდი მახსენდება რა. 1000 ეს თალათ ფაშაზე და გენოციდზე რო და ამაზე რო ვილაპარაკეთ 1919 წელს აკაკი ჩხენკელი თავის დღიურებში აკეთებს ესეთ ჩანაწერს. ესე გერმანიიდან შვეიცარიაში მივდიოდი მატარებლითო თუ არ ვცდები 19 წელი არის და მატარებელშიო შემთხვევით შემხვდა თალათ ფაშაო იმალებოდაო. და მთხოვა, ანუ ესენი იცნობენ ერთმანეთს ამ ბათუმის და ტრაპიზონის მოლაპარაკებებიდან და იციან ერთმანეთი და თალათმა მთხოვაო რომ ეგებაო ქართული პასპორტი გამიკეთაო, იმიტომ რომ დამთენა ძალიან. ხო და ნუ მე რასაკურველია ამაზე უარი უთხარიო. სანდრო, ერთ საგრძელოც მინდა შემოგთავაზო, ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ 100,000-ობით უდანაშაულო დახოცილ ადამიანებზე და მათი ხსოვნა ვთქვათ. ხსოვნა ვთქვათ ყველა უსამართლოდ ძალმომრეობით დახოცილი ადამიანებისა და მოვიგონოთ ისინი ხსოვნა იყოს ჩვენ საქართველოში ეხა 2024 წლის აღწერის შედეგები ჯერ არ აქვს, მაგრამ 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით 4.5% საქართველოს მოსახლეობისა ჩვენ თანამოქალაქეები არიან ეთნიკურად სომხები. ბევრი მათგანი ამ გენოციდის გადარჩენილთა შთამომავალიც არის და ხსოვნა უთხრათ მათ წინაპრებს და ყველას, ვინც დაიღუპა ამ ბოროტებისას.